მაგრამ მალევე მივხვდი, რომ რაღაცა ჩემი იყო. ის უბრალოდ ის ცხოვრების წესი, რომელსაც ვიყავი მიჩვეული, უცებ ამ ყველაფერს მოვშორდი და წავედი ძალიან შორს და აქედან გამომდინარე ურთულესი 2 წელიწადი იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრის მომცემ. მათი мотиваცია იქნება ბავშვის განვითარება და არა აჰა. ბავშვისგან რაღაც კონკრეტული შემოსავლის მიღება. აუმაღდეთ თავდაჯერებულობა. კარგი, გეთანხმები 100%, უბრალოდ ჩაგეკითხები ერთ რამეში. თუ ბავშვი არ ვარგა, სადაც არ უნდა მოხდეს, აგი არის ძალიან პატარა შანსი. ესია, ძმაო, თუ გინდა რომ გადარჩე, უნდა აჯობოს ყველას რა. მე პირადად ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მოთამაშის თვისებას, როგორ შეუძლია იყოს კარგი გუნდელი. როგორ იქცევი მოედანზე, როგორ იქცევი მოედნის გარეთ, როგორი ურთიერთობა გაქვს მწვრთნელთან, როგორი ურთიერთობა გაქვს საჯთან, გულშემატკივართან, მშობელთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ბევრს გონია რომ იცი რა მე თუ სამიანს არ ავაცილებ და ჩავაგდებ. მე ძალაუნებურად ვიმსახურებ ადგილს. მოდი ვისაუბროთ ჯერ გუნდზე თუნდაც ნებისმიერ კარგ გუნდში და მე უკვე საქართველოს ნაკრებში. არ არის ესე რა. მოგესალმებით, ეს არის სპორტული პოდკასტი, სადაც ვეხმარებით მოქმედ სპორტსმენებს, რომ გახდნენ უკეთესი სპორტსმენები. დღევანდელი ჩვენი სტუმარია კოტე ტუღუში, რომელიც არის უკვე 2 გზის სუპერლიგის ჩემპიონი ZDZ და საბოლოო ჯამში 6 გზის სუპერლიგის ჩემპიონი. როგორ ხარ? მადლობა, კარგად, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ კალათბურთზე, ზოგადად სპორტზე. მადლობა ძალიან დიდი, რომ მოხვედი. მოდი დავიწყოთ თავიდან ყველაფერი. მაშინ, როდესაც შეხვედი კალათბურთზე. რამდენი წლის იყავი და როდის გადაწყვიტე, რომ ეს თამაში არის ნამდვილად შენი? პირველ რიგში ბოდიშს მოვუხდი მსმენელს მაყურებელს ხმა მაქვს, ჯერ ეს ბოლომდე არ დამიბრუნდა ხმა იმ დაძაბული პლეი-ოფების შემდეგ და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ხმამაღლას ვისაუბროთ და გასაგებად ვისაუბროთ. კალათბურთზე სრულად შემთხვევით შეიძლება ითქვას, რომ მოვხდი დაახლოებით 12 წლის ასაკში. კალათბურთზე ზოგადად მაგ დროისთვის ინფორმაცია მქონდა ალბათ მინიმალური ძალიან, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ რაღაცა ჩემი იყო და ძალიან კომფორტულად ვიგზენი თავი ამ სპორტის სახეობაში. პირველ რიგში ალბათ ყველაზე მეტად გუნდურობა, ის გუნდურმა პრინციპმა დამაინტერესა ძალიან. და შემდეგ უკვე ეტაპობრივად განვითარდა ჩემი როგორც კალათბურთელის კარიერა. მოვედი იქ, სადაც ვარ დღეს და ძალიან კმაყოფილი ვარ იმ დროინდელი ჩემი გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრების გვერდში დგომით და საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ იმ გავლილი წლებით. ძალიან ბევრი რაღაცა შემძინა კალათბურთმა, როგორც უშუალოდ პირდაპირ გაგებით სპორტული კუთხით, ასევე ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე შევიძინე. დღესდღეობით თუ იყენებ იმ ყველა ინფორმაციას, ჩვენ ახლა როდესაც დავდიოდით რაღაც სპორტზე, ვითვისებთ კონკრეტულ რაღაც თვისებებს, რომელიც მე ცხოვრებაში გვადგება, როგორც სხვადასხვა პროფესიებში, ისე ყოველდღიურობაში, ნებისმიერ რამეში. თუ ამჩნევ იმ თვისებებს, რაც გეხმარება დღეს, რაც გამოიმუშავე ბავშვობაში. რა თქმა უნდა, კი, სწორედ ეს არის ალბათ ის გამოცდილება, ის ძალიან ბევრი პარალელის გავლება შეიძლება უშუალოდ როგორც სპორტსა და დანარჩენ ცხოვრების წესს შორის და ესე ყალიბდება ალბათ ადამიანი, იქნება ეს სპორტსმენი თუ არა, ხელოვანი თუ ნებისმიერი სხვა. და რა თქმა უნდა, ღრმა ბავშვობაში გაგონილი სიტყვა, მწვრთნელის მიერ მოცემული რჩევა, დღემდე რჩება ალბათ რაღაცა ამოტივტივდება ხოლმე და გამახსენდება ის ღრმა ბავშვობაში მოსმენილი გაზიარებული რაღაც რჩევა იქნება თუ აზრი, რომელიც რა თქმა უნდა დღევანდელ ყოველდღიურობაში ძალიან მადგება. თუ გახსენდება რამე, რაც გითხრა მწვრთნელმა მაგ პერიოდში და დღემდე გახსოვს და ყოველდღიურობაში იყენებ. იცი რა არის, ხაც ბევრი რაღაც გახსენება შემიძლია ნამდვილად, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ ერთ-ერთმა ჩემმა მწვრთნელმა ბავშვობაში არ დადაგებზე, ასე ვთქვათ, როდესაც გუნდი დაგვითხოვა, დაგვავალა წიგნების საკითხვა. და მაშინ ვერ მივხვდი ზუსტად რატო მჭირდებოდა საკალათბურთს სათამაშოდ წიგნების საკითხვა, ისედაც ყოფნიდა მასწავლებლები სკოლაში, რომლებიც მთხოვდნენ სხვადასხვა საგნებში მომზადებულიყავი უკეთესად და იმ დროს ახლა ბავშვობაში ვიძახი, ვერ მივხვდი რატომ უნდა კალათბურთის მწვრთნელს ჩემგან სიტყვაზე არ დამავიწყდება, კაცი ადამიანი იყო პირველი ესე ვთქვათ, რომელიც დაგვავალა მწვრთნელმა, რომ აუცილებლად უნდა წაგვეკითხა და მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ რა თქმა უნდა დღეს ამას ხვდები, მაშინაც მალევე მივხვდი ეს ყველაფერი და სწორედ მივხვდი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ სპორტი არ არის მარტო ბურთი, მოედანი, კალათი, ახლა ჩვენ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ბევრად მეტია და განათლება რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული სპორტსმენის ცხოვრებაში. კი ბატონო. და ესე ბევრი კიდე სხვა რაღაც შემიძლია გავიხსენო. კიდე რა შეგიძლია რომ გაიხსენო? ნუ არ ვიცი, ახლა კიდევ ერთხელ ვიძახი, ვისაუბრებთ ჩვენ ალბათ ამაზე, იმ ჩემ როგორც სპორტსმენის გამოცდილებაზე, ხო უკვე მწვრთნელობიდან გამომდინარე, მაგრამ ნუ მაშინაც და ეხლაც ძალიან
მნიშვნელოვანია სწორი კვება იქნება ეს რეჟიმი, Mhm. დისციპლინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა, რომელიც ვფიქრობ კიდევ ერთხელ ვამბობ, არა მხოლოდ სპორტისთვის, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. დღესდღეობით არიან ახალგაზრდები, რომლებიც უფრო აქტიურად მიდიან უცხოეთში და უცხოეთში თამაშობენ, აგრძელებენ თავის კარიერას და ნუ მერე ან საქართველოში ბრუნდებიან, ან ისევ აგრძელებენ უცხოეთში კარიერას. შენც ერთ დროს იყავი წასული უცხოეთში სათამაშოდ და რას ფიქრობ, როგორ უნდა მოახერხოს დღევანდელმა ახალგაზრდამ, რომ წავიდეს უცხოეთში და შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ვისაუბრეთ ჩვენ აქამდე როდესაც წახვედი, იქ სულ სხვა გარემო დაგხვდა. ფაქტობრივად მოგიწია, რომ თავიდან გესწავლა კიდევ კალათბურთი და ამ პერიოდში, როდესაც წახვედი, რა გამოწვევები გქონდა ყველაზე დიდი, რასაც ხვდებოდი გინდ მოედანზე და მოედნის გარეთ. კი ბატონო, ეს ძალიან ფართო თემა არის და ალბათ ცოტა დიდხანს უნდა ვისაუბრო ამ თემაზე. ვისაუბროთ, ძალიან რო გვაქვს. ძალიან მტკივნეული თანამავდროულად რა, იცით რა არის ხა განსაკუთრებულად ბოლო წლებში, როდესაც ქუთაისში მოღვაწე ოფიცით, ქუთაისის გუნდის მწვრთნელი ვარ, ასაკობრივ, ანუ სხვადასხვა ასაკის ბავშვებთანაც მიწევს ურთიერთობა მშობლებთან და ძალიან ბევრი მშობელი, არა მარტო ქუთაისთან, საქართველოსთან ახლობლები, ნათესავები, ძალიან ბევრს მოუმართავს, ასე ვთქვათ, რჩევისთვის, რომ აი რას მირჩევ, ესპანეთში წავიყვანო ბავშვი, იტალიაში წავიყვანო თუ ამერიკაში გაუშვა სასწავლებლად. ძალიან რთულია ჩემი გადმოსახედანაც ასეთი რჩევის მიცემა რა. იცით რა არის, მე როდესაც პირველად წავედი უცხოეთში, სლოვენიაში, იყო პირველი ქვეყანა, სადაც წავედი მე სათამაშოდ. სლოვენია დღესაც და მაშინაც ერთ-ერთი გამორჩეული საკალათბურთო ქვეყანაა, დიდი ტრადიციების, დიდი საკალათბურთო სკოლის მქონე და იცი შენ ბაჩო სწორად აღნიშნე, რომ ძალიან ბევრი მომცა მე იმ 2 წელიწადმა, რომელიც იქ გავატარე. ძალიან რთული იყო ალბათ ჩემ ცხოვრებაში და ჩემი კარიერის განმავლობაში ალბათ ყველაზე რთული 2 წელიწადი იყო, როგორც უშუალოდ ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ვიყავი დაახლოებით 17-18 წლის ბიჭი და პირველად მომიწია, ასე ვთქვათ, სახლისგან, მშობლებისგან, სამშობლოსგან. ეხლა სამშობლოში მე მარტო რაღაც პატრიოტული მას არ მოვისაზრებ, ყველაფერს მოვიაზრებ. მეგობრები, ოჯახის წევრები, ნათესავები და ის უბრალოდ ის ცხოვრების წესი, რომელსაც ვიყავი მიჩვეული, უცებ ამ ყველაფერს მოვშორდი და წავედი ძალიან შორს. და აქედან გამომდინარე ურთულესი 2 წელიწადი იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრის მომცემი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე, უშუალოდ საკალათბურთო, ასე ვთქვათ, განათლება მივიღე ძალიან დიდი, რომელიც დღემდე ძალიან მადგება რა და სამწუხაროდ ისეთი სკოლა, როგორიც მე გავიარე, მე ვერ ვხედავ, რომ დღეს შეიძლება იგივეს გაკეთება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ბევრს ჯერა და წამს რომ იცი რა, მე თუ ბავშვს წავიყვან იტალიაში, ეს გარანტირებულად ნიშნავს იმას, რომ ჩემი შვილი ბევრად მეც მიიღებს, ვიდრე საქართველოში იღებს და რაღაცა თავიდანვე ესეთი, ასე ვთქვათ, დაჯერებით მიდის და დაჯერებით უშვებს მშობელი, რაც სამწუხაროდ ძალიან ხშირად უკვე ცუდად სრულდება რა, მოდი ეს პირდაპირ ვთქვათ. მე უკვე მესამე წელია 20 წლამდელთან ნაკრების მწვრთნელი გახლა ვარ. პირველივე დღიდან დავინიშნე თუ არა ნაკრების მწვრთნელად, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ როგორც აქ საქართველოში მოღვაწე ბავშვების მიმეღო მაქსიმალური ინფორმაცია, მიმეღო ასევე უცხოეთში. ამერიკაში, იტალიაში, ესპანეთში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში თუ სადმე ვინმე ბავშვი იყო, ვცდილობდი, რომ რაღაცა საერთო კონტაქტი მომეძებნა, რომ არ დარჩენილიყვნენ ჩვენს, ასე ვთქვათ, უყურადღებოდ ჩვენგან. მოვიძიე, ბევრი შეიძლება ალბათ ვერც მოვიძიე, ბევრს ალბათ ისე უყურადღებოდ მაინც გამომრჩებოდა ვიღაც, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე, რომ ეს ბავშვები არც თუ ისე კარგ ადგილას არიან წასულები. სამწუხაროდ ძალიან დიდ ფინანსურ დანახარჯთებთანაც არის ეს დაკავშირებული. მშობელი, რა თქმა უნდა, მე მესმის მშობლის, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ბავშვი განავითაროს, იხდიან ძალიან დიდ ფულს, მიდიან, მოდი კონკრეტულად თუ გინდა ესპანეთზე ვისაუბროთ, თუ გინდა იტალიაზე ვისაუბროთ, არა აქვს ამას მნიშვნელობა, უშვებენ ბავშვებს და აი გონიათ, რომ იცი რა, მე გადავიხდი რაღაც კონკრეტულ თანხას და 1 წელიწადში, 2 წელიწადში რა თქმა უნდა, ეს ბავშვი უნდა მოხვდეს საქართველოს ნაკრებში, იმიტომ რომ იტალიაში თამაშობდა, მაგრამ არ არის ესე რა, სამწუხაროდ არ არის ეს. აი მე რო წავედი პირველად სლოვენიაში როცა წავედი, ჩემს გარდა მე სადაც მოვხვდი, ესეთი კლუბი იყო სლოვანი, რომელსაც იქიდანვე ქონდა რაღაც განზრახული, რომ ეს რაღაც საინტერესო ახალგაზრდები
მოეზიდა ქვეყნის სოფლის სხვადასხვა კუთხიდან, ჩემთან ერთად იყვნენ სლოვენი ადგილობრივები, სერბები, ხორვატები, კანადელი იყო ერთი, კანადელი გუნდელი მყავდა, ამერიკელი გუნდელი მყავდა, აფრიკიდანაც რამოდენიმე ბავშვი იყო და ასე ვთქვათ, მათთან ერთად ვიზრდებოდით და ვითარდებოდით და არც ერთი მათგანი, არც მე მათ შორის ჩემს მშობელს იქ არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს. პირიქით ისინი დევდნენ ინვესტიციას ჩვენ განვითარებაში და შესაბამისად მათი დაინტერესება იყო ის, რომ იცით რა, მე რო ამ ბავშვებში რაღაც კონკრეტულ თანხავს ვხარჯავ, ხვალდაზე რაღაც უნდა მივიღო. და შესაბამისად ვწურავდნენ ბოლომდე ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით. 2 წლის განმავლობაში ბევრჯერ მithქვამს და მომიყოლი ხა ჩემი მოთამაშეებისთვისაც და მწვრთნელებთანაც მისაუბრე ამ 2 წლის განმავლობაში გადაბმულად 2 დღე არ დამისვენია. ნუ თუ არ ჩავთვლი ზაფხულში, როდესაც 2 კვირით სახლში მიშვებდნენ, თორე იქ არ მახსოვს მე დღე რომ აი იცით რა რომ 2 დღე დასვენება და მესამე არ ყოფილა ეგეთი რაღაც. და დიდი ალბათობით დღეში რამოდენიმე არა 2-3 ვარჯიში რა თქმა უნდა რა დილით 3-4 საათი, საღამოს 3-4 საათი ყოფილა დღეები რომ აი მზე არ მინახია კვიროობით რა მართლა ვიძახი ამას რომ ვიღვიძებდი როცა ბნელოდა ანუ დილა ადრიანად კი ვარჯიშიდან რომ გამოდიოდი კი იყო მზე მაგრამ ეგრევე სახში მოვდიოდი რომ დროჟე დამეძინა აღმედგინა ძალები რომ საღამოს ვარჯიშზე უკვე ძალიან დიდ კონკურენციაშიც ვიყავი აი ეს ქვეყნის და ის ბავშვები რომელიც ჩამომთვალეთ სწორედ ეს ერთ სახში ვცხოვრობდით ყველა დაახლოებით 6-7 ბიჭი ვცხოვრობდით საკუთარი სახლი ქონდა პირობები ნორმალური ყველაფერი კარგი უახლოესი მეგობრები ვართ დღემდე, მაგრამ მოედანზე და დარბაზში შევაჯიჯებდით თუ არა, სწორად ხვდებოდით რომ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით რა და ამ ყველაფერმაც კიდევ ერთხელ ვიძახი ძალიან დიდი გაკვეთილი მომცა. ხო და აი რომ დაუბრუნდე უცებ ამ თემას, რომ აი ძალიან არ მიმაჩნია სწორად რომ აი ესე ბრმად გადინება მოხდეს, რომ იცით რა, ოღონდ წავიდე და არ არის ეგრე, რა ვიცი, გინდა რჩევათ მიიღოს მშობელმა, ბავშვმა მე ვფიქრობ, რომ იგივე დანახარჯებით და ბევრად ნაკლები დანახარჯებით აქ შეიძლება საქართველოში ადგილზე შეიძლება ბევრად მეტის მიღწევა. იქნება ეს ინდივიდუალური მწვრთნელები, როგორც ფიზიკაში, ასევე საკალათბურთო ინდივიდუალური განვითარებაზე ბავშვის ფიქრს, ასე ვთქვათ, ზრუნვა ბავშვის განვითარებაზე და რაც ყველაზე მთავარია სათამაშო პრაქტიკა რა. მიდიან ბავშვები, არ ვიცი ახლა გეპაჩო შენს გააქვს შეხება ახალგაზრდა თაობასთან და გექნება ამასთან, ასე ვთქვათ, ამ თემაზე საუბარი, რომ იქ რომ ადგილობრივ ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა, ადგილობრივში არ გულისხმობ ქალაქის ჩემპიონატში. აი თუნდაც ახლა რა გადავეკიდე ამ ესპანეთს, მაგრამ უბრალოდ ესპანეთზე რო ვისაუბროთ, ხო? ესპანეთში არის რეგიონალური ჩემპიონატები, თუნდაც ესპანეთის ლიგა და ასე და ესეც რაღაცა დამატებით ხარჯებს ითხოვს ხოლმე მე რომ მშობლისგან რომ იცი რა აი განთავისუფლების ფურცელი გვინდა და ეს რაღაც FIBA ითხოვს და 3000 ევროზეა ლაპარაკი მარტო განთავისუფლების ფურცელზე რა და რაც საკმაოდ დიდი თანხაა იმის გარდა რომ მშობელი იხდის იქ ყოველდღიურ საცხობლის საჭმლის ფულს საცხოვრებლის ფულს იმას მე საბოლოო ჯამში ეს ვერ ხდება ამასთან ერთად ვიზა რომელიც აი ყველაზე რთულია მithumetes ესპანეთში შარშანტი პირველად რომ დავინიშნე ოცნამდელების მწვრთნელად რომ ჩამოვიყვანეთ ასე ვთქვათ ლეგიონერები უცხოეთიდან უმეტესობას ქონდა პრობლემა ვიზებთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გამგზავრებულიყავით უცხოეთში შეკრებაზე სადაც რამოდენიმე ბიჭი ფიზიკურად ვერ მოდიოდა იმიტომ რომ დარღვევა ქონდა თავის დროზე არ გაუკეთა მათ სწორად საბუთები არ მიეხედა მათ საბუთებს და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ მშობლები რა მე არ ვიძახი რომ ცუდია არ არის რა თქმა უნდა ცუდი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ სად მიდის, რას ემსახურება მისი იქ წასვლა და მათი ამ შემთხვევაში მასპინძლებზე მაქვს საუბარი, ესპანელები იქნებიან, იტალიელები თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანა, მათი мотиваცია იქნება ბავშვის განვითარება და არა ბავშვისგან რაღაც კონკრეტული შემოსავლის მიღება. ადგილზე გვაქვს ჩვენ რამოდენიმე აკადემია გაიხსნა, იხსნება აკადემიები, კერძო მუშაობენ მწვრთნელები და რა ვიცი არ აქვს ცუდი მწვრთნელები, ნამდვილად მონდომებული ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც გუშინ თუ გუშინწი კალათბურთი დაასრულეს, რაღაც პატარა გამოცდილება მიიღეს, მაგრამ ყოველდღიურად მუშაობენ, მოტივირებულები არიან. არაერთი ჩვენი მწვრთნელი მინახავს, რომ საზღვარგარეთ დადის იგივე კვალიფიკაციის სასამაღლებლად და მე რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ისევ ჩვენ მწვრთნელებს დავეხმაროთ და იმ ხელა დანახარჯადაც არა, ბევრად ნაკლებადაც შეიძლება, რომ რატომ მწვრთნელს ხელფასი ეკუთვნის, როგორ არ ეკუთვნის, უნდა მივცეთ ინვესტიცია გავაკეთოთ ადგილზე ჩვენი ბავშვების განვითარებას და მე ვფიქრობ, შესაძლებელია. ამასთან ერთად დავამატებდი იმას, რომ ადრე აი ხა მშობელს ვამართლებდი, რომ აქედან გადინება, ვიცი რა, აი ბავშვი ეს ასაკობრივი ტურნირები არ ტარდება, ჩემპიონატები არ არის, მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც რაღაცა წინსვლა გვაქვს. ტარდება.
აი ხაც 20 წლამდელთან ნაკრების მწვრთნელი ვარ და დილის 9 საათზე და საღამოს 8 საათზე მიწევს ვარჯიში, იმიტომ რომ სხვა დროს დარბაზები დაკავებულია, ტარდება ასაკობრივი ჩემპიონატი. მივასწავლები და რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, მოვერგო ამას და ვერგები მხოლოდ იმიტომ რომ ვიცი რომ ბავშვები თამაშობენ და ვითარდებიან. Mhm. ასე რომ ძალიან სენსიტიური თემაა და აი მეც ძალიან მიჭირს ხოლმე ხშირად რაღაცა კონკრეტული რჩევის მიცემა, რომ იცი რა, იტალია არა და ესპანეთი და ესპანეთი არა და იტალია და აი ბარსელონა არა და ეს ქალაქი. რთულია რა, ძალიან რთულია კი, რა. კი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ერთადერთი ფაქტორი, რითიც მე ვფიქრობ, რომ რასაც წეგან შეეხე, მე ვფიქრობ, რომ უცხოეთში თამაში ღირს, არის ბავშვზე არის დამოკიდებული საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა. რამდენად მოინდომებს და რამდენად ივარჯიშებს, მაგრამ საბოლოო ჯამში თამაშების რაოდენობა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე საქართველოში. ეგ არის რომ არის ერთადერთი. არის რომ 90-ზე მეტი თამაში უწევს დაახლოებით ერთ სეზონად მთლიან სეზონზე. ვის მაგრამ ნახე, როგორი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი, თუნდაც ბავშვი რამოდენიმე ხნით რო წავიდეს, თუნდაც 3 თვით რო წავიდეს. თან ისე, რომ საქართველოში არ დაკარგოს ადგილი თავის გუნდში და განაცხადში იყოს. მაგ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი პერიოდია, ყველაზე კარგი სიტუაციაა, რომ წავიდეს უცხო ურიც გამოცადოს და თან საქართველოშიც არ დაკარგოს თავისი ადგილი. და უცხოეთიდან ჩამოიტანოს ბავშვებთან სხვადასხვა ინფორმაცია. ანუ შენ ამოფეხა თუ სწორად გავიგე რომ წავიდეს სათამაშოდ უცხოეთში ხო, წავიდეს ცოტა. ითამაშოს იქაური ლიგა. ხო, ცოტა ხანი. რამდენი ხანი? 3 თვე. და რომელი ქვეყნის ლიგა? მაგალითად. აა, უფრო ალბათ ლიეტუვა ან რაღაც მსგავსი ბალტიისპირეთის ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. გამოცდილებაც ახლა არ ვიცი კი ეცოდინება და იცი ეს ABL, BBL-ი რო ტარდება და აქედან რომ ბევრი ბავშვები კი. დადიან და საკმაოდ ისე რა ნორმალურად ორგანიზებული ტურნირებია ბავშვები დღეში ხანდახან ორ თამაშს თამაშობენ, სამ თამაშს თამაშობენ და იქ ბევრი ლიტვური გუნდები იღებენ ამ ყველაფერში მონაწილეობას რა და ალბათ ამით ხდება კომპენსაცია ხო იმ დანაკლისისა რაც არ არის. ანუ იმის აი, თქმა მინდა რომ ბავშვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რა, როდესაც ვთქვათ საქართველოში არიან, გონიათ, რომ მათზე ძლიერი გუნდებია უცხოეთში. კი და როდესაც გადიან და ხედავენ, რომ არც თუ ისე ძლიერი გუნდებია ზოგი და შეუძლია ქართველს რომ ითამაშოს მაღალ დონეზე, ამით რაღაც თავდაჯერებულობის დონეზეც მოქმედებს, რომ აუმაღდეთ თავდაჯერებულობა. კარგი, გეთანხმები 100%, უბრალოდ ჩაგეკითხები ერთ რამეში, აი ხა რომ მეუბნები რომ წავიდესო და იქ ითამაშო 3 თვეო. რატო არ შეიძლება რომ თუნდაც აი იგივე ქართულმა კლუბმა, რასაც ბევრი აკეთებს, ძალიან ბევრი აკეთებს. შიდა ჩემპიონატები. არა, შიდა ჩემპიონატი, შიდა ტურნირები და აი BBL-ზე რო დადიან რა, ABL-ზე რო დადიან. კი, ანუ კი არ წავიდეს და იქ ითამაშოს, აი თავისი გუნდით წავიდნენ, როგორც დადიან და აი ეს ამითი ვერ მოხერხდება მაგის კომპენსირება. არა, ეგ ძალიან კაია. აი რასაც ამბობ ზუსტად მაგაში რომ იცი რა აქ შიდა ჩემპიონატში თამაშობენ, სიტყვაზე ვიღაცასთან აღიგებენ, ვიღაცასთან იგებენ, მაგრამ ყველას წარმოუდგენა აქვს რომ იცი აუ ლიეტური გუნდი რას გვიზავს, ისინი როგორ ვარჯიშობენ და ჩადიან და რეალურად ხედავენ რომ არც თუ ისე შორს არის და თუ არის რამეში შორს, მაგასაც ხედავენ რომ იცი რა აი ფიზიკურად ის ბავშვი ჩემზე ძლიერია, ესე იგი მე ფიზიკაზე მაქვს მეტი სამუშაო. შეიძლება ეხა რაღაც ასაკის სულ პატარა ბავშვი ამას ვერ მიხვდეს, მაგრამ იგივე მწვრთნელები მიხვდებიან ამას, მშობლები, ბევრი მშობელი დაყვება ამ გუნდებს და უყურებენ და რა ვიცი, ეს სწორი ანალიზის გაკეთების საშუალება თუ იქნება, კი, რა თქმა უნდა, მივესალმები. მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, სწორ ადგილზე მე არ ვიძახი რომ არ უნდა წავიდეს ბავშვი. უნდა წავიდეს. არიან ბევრი აი მე ხა რატომაც ისე სუკუთაისის ხსენება მიწევს, მაგრამ ქუთაისიდან ძალიან ბევრი ბავშვის გადინება მოხდა, მიხვდით? სხვადასხვა ქვეყნებში. არიან ძალიან წარმატებულები, რომლებიც სწორ ადგილზე, სწორ გუნდში მოხვდნენ. რა თქმა უნდა, ცალსახად 2-4 არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ბავშვი არ ვარგა, სადაც არ უნდა მოხდეს, აგი არის ძალიან პატარა შანსი. ბავშვზე არის შევთანხმდეთ, რომ ბავშვზე არის ყველაფერი დამოკიდებული. მაგრამ ნუ ამავდროულად რა გარემოში და სად მოხდება მაგასაც ზრუნავენ იმ ბავშვის მნიშვნელობა. განვითარებაზე, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, კი, რა თქმა უნდა. რო გაიხსენო ისევ რომ დაუბრუნდეთ უცხოეთში წასვლის, როდესაც უცხოეთში თამაშობდი. მაგ პერიოდში ფსიქოლოგიურად რამდენად რთული იყო, რომ ქვეყანას იყავი მოცილებული და არ გყავდა არავინ ახლობელი, ვისი იმედით შეიძლება გქონოდა რაიმე პრობლემა რომ შექმნოდა და იმ დროს დარწმუნებული ვარ, არ იყო ისეთი ფუფუნება, როგორც დღეს გვაქვს, რომ ყველას დაურეკავდა სახით ელაპარაკები. და ანუ ამ პერიოდში რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი. ძალიან რთული იყო რა, როგორც გითხარი ახლა ალბათ ურთულეს ჩემ კარიერაში ურთულესი 2 წელიწადი განვლე მეთქი, აი ყველა გაგებით ვიძახი ამას რა.
ვარჯიშები გაუსაძლისი ძალიან მძიმე, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან სასარგებლო ამავდროულად და ეს ფსიქოლოგიური მომენტიც რა თქმა უნდა იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველებთან ერთად ვიყავ. ვლადიმერ ბოისა მაშინ სლოვენიაში თამაშობდა და თოგრე ხელიძე ნიკაც ქიტიშვილთან ერთად ვიყავი პირველი წელი მე ნიკამ უკვე იტალიაში გააგრძელა კარიერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქართველებთან ერთად ვიყავი, მაგრამ ქართველებთან საურთიერთო დრო არ მრჩებოდა, იმდენად დატვირთული ვიყავ. არ იყო მობილური კი, როგორ არ იყო, მაგრამ ესე რაღაც ყოველდღიური FaceTime-ები და რაღაც ვიდეო კოლები მაშინ და ნამდვილად არ იყო. მე ვსაუბრობ ხა 2000-იან წლების დასაწყისზე რა. ხო და ურთულესი იყო, ძალიან რთული იყო ფსიქოლოგიურად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ შენ რაღაცა მიზანი გაქვს დასახული და გინდა რომ ამ მიზანს მიაღწიო, ძალიან ბევრი რაღაცის დათმობა მოგიწევს, ძალიან ბევრი სირთულების გადალახვა მოგვიწევს, რაც სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ აი ამ ახალგაზრდა და ახალ თაობაში ცოტა ეს თემა გართულებულია. აი როგორც ვიძახიან ხოლმე, ხო იცი ახლა ბევრი YouTube-ზე ბევრი ვიდეო და სადაც მწვრთნელების აზრები, რაღაც მათი შეხედულებები და ყველა იძახის, რომ აი კომფორტ ზონიდან უნდა გამოვიყვანოთ ბავშვი და რაღაცა მაშინ იზრდება, მაშინ ვითარდება. კი, რა თქმა უნდა, სწორია, მე მაქსიმალურად გამოყვანილი ვიყავი ჩემი კომფორტ ზონიდან. იმ დროს თუ ვიტყვი, მაგრამ არ უყვარს ბავშვს, ეხლა ძალიან რთულია ბავშვს რომ გამოვიყო კომფორტ ზონიდან, რაღაცა ცოტა სხვა რაღაცეებს იღებ მაგ მისგან. და ძალიან რთულია რომ ეს ბალანსი დაიჭირო, მაგრამ საჭიროა. კომფორტ ზონიდან გამოსვლაც არის, თუნდაც ბორებზე წასვლა. კი, ბევრი რაღაცა, ხო, ბევრი რაღაცა, მაგრამ ნუ საჭიროა რა. და რას გავიხსენებდი იცი ბაჭო რომ აი მე რომ აქედან წავედი, მაშინ უკვე გამოვლილი მქონდა ასაკობრივი ნაკრებები, მოვლილი მქონდა რამოდენიმე უმაღლეს ლიგაში თამაშიც მოვასწარი, დიდი ვითადან დაწყებული სხვადასხვა გუნდებში მქონდა ნათამაშები და არ დამავიწყდება რომ ბავშვობიდან ასე ვთქვათ ძალიან მიყვარდა ფიზმომზადება, რასაც ქვია ფიზმომზადება რა. მიყვარდა რომ ფიზიკურად ვიყავი ძლიერი. აი ელემენტარული კროსი რო ავიღოთ, აი კროსი რო მაშინ მოდაში იყო ეს კროსების სირბილი ასე ვთქვათ რა და არ მიყვარდა რომ ვიღაცის უკან გავრბოდი, სულ მინდოდა რომ პირველი მერმინა რა. ვერ ვიტანდი ამას, ახლა რატო ვიძახი გეტყვი რა და რო ჩავედი სლოვენიაში. აქედან წასული რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფიზმომზადების მოვარჯიშე ბიჭი ვიყავი, ეს ჩემი მწვრთნელების ამას სიტყვებს ვიმეორებ ახლა. მაშინდელი ჩვენი ავთობერიძე იყო თუ სხვა და სხვა ნებისმიერი, ნუ დადებითად მაფასებდნენ, რომ ვარჯიში არ მეზარებოდა და ვითვლებოდი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავ. და პირველივე ვარჯიშზე, ნუ ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზე, სადაც უკვე ეს გარეთ სირბილი მოგვიწია, მე და ჩვენი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელმა ვირბინეთ ერთად. ანუ გუნდი სადღაც დამეკარგა, წინ წავიდა და მე ეს ფიზმომზადების მწვრთნელი ალბათ დარწმუნებული ვარ, უბრალოდ მარტო რო არ მერბინა, დარჩა, თორე ესაც ალბათ გამაწრებდა და წავიდოდა რა. იმხელა განსხვავება იყო. ხო ხვდები და აი ეს რო დავინახე, კიდე ხო უფრო გააოცდი და გამიკვირდა და ნუ ამხელა სამუშაო მქონდა გასაწევი რა და მაგრად ვიშომე იქაც, მძიმედ ვიშომე და კი, რა თქმა უნდა, მე დავეწიე ძალიან რთულად, მაგრამ რაღაცებში წინსვლა მქონდა რა და ეს წინსვლას რო დავინახე, ამავდროულად ხო ხვდები, ესეც ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის, რომ აი ზუსტად მაგაზე ეგ მაინტერესებს. ანუ ბევრად რთული იყო შენთვის იმ სიტუაციაში მორგება, იმიტომ რომ თუნდაც ეს რაც თქვი ახლა, ძალიან დიდი განსხვავება იყო შენსა და სხვა მოთამაშეებს შორის. რა მოგცა იმის мотиваცია, რომ ამ სიტუაციისთვის გაგეძლო და არ დანებებულიყავი? ეხლა მე მარტო ფიზიკაზე ვისაუბრე, მაგრამ არანაკლები სხვაობა იყო ტაქტიკურ განათლება საერთოდ ძალიან ცუდი მქონდა. აი რო გითხარი რომ კალათბურთი თავიდან ვისწავლე მეთქი. აი ესეთი დეტალები რაც იქ მოვისმინე, განა არ ვიცოდი, მაგრამ იმდენად გამახვილებული იყო ყურადღება დეტალებზე, რომლებიც ვითომ ვიცოდი. ვითომ გავლილი მქონდა, მაგრამ ესე ყოველდღიურად ამაზე არ გვიფიქრია და აქცენტი არ გაკეთებულა, ხო? ესეც იმხელა სხვაობა იყო და სხვა ბევრი რაღაცები. ახლა ვახსენე რა ის ბიჭებს დაუბრუნდები ისე, რომლებთან ერთად სახში ვცხოვრობდი, ერთად ვჭამდით, ერთად ვისვენებდით, რაღაც გართობის დრო თუ უნდა ერთად ვერთობოდით, მაგრამ იმ დარბაზში და მოედანზე რო შევდიოდით, აი ერთმანეთს არ ვინდობდით. უბრალოდ ისინი არ მინდობდნენ თავიდან. და ცოტა წინდა და რაღაცა გაკვირებული ძე ბიჭო რა აქ ახლა 2 საათის წინ ერთად ვიჯეკით, ჭამეთ რატო ხართ ესე, მაგრამ მე მივხვდი რომ ესეა ძმაო, თუ გინდა რომ გადარჩე, უნდა აჯობო სხვას რა. და აი რომ მირტყავდნენ და მიჭერდნენ და მეთქი ბიჭო რაღაცა რა ხდება ხოშიდობა რა და რა მე ხო არ გაწყეები. ხო და ესე გარემოში გავიზარდე რა და რა თქმა უნდა გამიჭირდა, მაგრამ სტიმული მომცა მაგან. რო იცი რა რომ დამჩაგრეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მე რაღაცა და მე რო დავინახე, იცი რომ
ესე ვიღამ ჩაგრავთ რა, რაღაც წამოვედი, ანუ ჩემმა ასე ვთქვათ, გაწეულმა შრომამ, ჩემმა გაწეულმა, ასე ვთქვათ, მსხვერპლმა შედეგი გამოიღო, შედეგი დავინახე და შესაბამისად ამ ყველაფერმა მომცა იმის ძალიან კარგი. გაძლების, ასე ვთქვათ, შნო. ეხლა ისე არ გამომივიდეს, მე ვიძახი ჩემ თავზე, მაგრამ ჩემზე ბევრად მეტი აქვს. არ ვიცი, ვინც არის წასული, დარწმუნებული რომ არანაკლები გზა გაუვლიათ, ბევრად რთული გზა გაუვლიათ და რა ვიცი, ახლა ჩემი თაობაზე რო ვისაუბროთ, თუნდაც იგივე წკიტოზე ვილავ, წკიტიშვილზე ვილავ, მაგრამ საზაფაჩულია, მანუჩარ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვარჯიშე და მშრომელი ბიჭი. აი ახალგაზრდა თაობას თუ რამის მიღწევა უნდათ, შვილებო, ბავშვებო, მეგობრებო, მოთამაშეებო, ჩვენზე ძალიან არავის არ გაუხარდება, რომ საქართველოს მაგარი თაობა ყავდეს და ესეთი შრომის გარეშე სამწუხაროდ არ გავა არაფერი. პლანშეტთან ჯდომები და თამაშით, PlayStation-ზე კალაბრის თამაშით ვერ გავიზდებით. კი ბატონო. ალბათ ყველა მწვრთნელს ქონია ეს სიტუაცია, როდესაც თავისი მოსწავლე ან ნებისმიერი მოთამაშე ეკითხება თუ როგორ უნდა მოხვდე ნაკრებში. შენ ქონია გამოცდილება როგორც იმაში რა ქვია მოთამაშედ ნაკრებში, როგორც მწვრთნელად. რას ფიქრობ, რა უნდა გაიაროს დღევანდელმა მოთამაშემ, გარდა იმისა, რომ უნდა ივარჯიშოს ბევრი, რა უნდა გაიაროს მოთამაშემ, რომ მიაღწიოს ნაკრებამდე? ძალიან დიდი გზა არის გასავლელით, კი. კონკურენციაზე უკვე ვისაუბრე. აი დღესაც ბატონო. კიდევ პარალელებს გავალევებ ხოლმე რა 20-მდელთა ნაკრების მწვრთნელი ვარ და გაფართოებული შემადგენლობა ყავდა გამოძახებული. ბიჭები მოვიდნენ არანორმალურად მოტივირებულები, აი ძალიან მაგრად იშრომეს მართლა. არ დაუკლეთ არაფერი. რაღაცა იცოდნენ, რაღაცა არ იცოდნენ, მაგრამ ყველა ცდილობდა რომ მაქსიმალურად თავის შესაძლებლობები გამოევლინათ რა და მაგას ვერ დაუკარგავ და ერთ-ერთი ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა, მაგრამ ყველაზე რთული მომენტია, როდესაც ახალგაზრდას უნდა უთხრა, რომ იცი რა, აი დღეს შენ ამ გუნდში ვერ დაიმკვიდრებ ადგილს და ნუ წადი და კი შეიძლება რაღაც რჩევა მიცე, ის მიცე, მაგრამ მე ვიცი, მეს გზა გამივლე და ყოფილვარ მათ ადგილას და ზუსტად ვიცი რა რთული მოსასმენია ეს ყველაფერი, მაგრამ ბევრად, რა ვიცი, მაიკლ ჯორდანი იყო თუ იგივეა. არა უყანიათ გუნდში თავის დროზე და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი მისი და ანალოგიურად იმედი მაქვს, რომ ეს ბავშვებიც იმის მაგალითად რომ ფარხმალი დაყარონ პირიქით მეტი მოტივაციით გააკეთებენ უკეთესად თავის საქმეს რა და ეხლა იცი რა მინდა უთხრა რომ კალათბურთი არის გუნდური სპორტი და ძალიან მნიშვნელოვანი მე პირადად ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მოთამაშის თვისებას როგორ შეუძლია იყოს კარგი გუნდელი როგორ იქცევი მოედანზე, როგორ იქცევი მოედნის გარეთ, როგორი ურთიერთობა გაქვს მწვრთნელთან, როგორი ურთიერთობა გაქვს საჯთან, გულშემატკივართან, მშობელთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჩემ მოგონილი არ არის. მე ეს ჩემდა საბედნიეროდ მქონდა ბედნიერება მე მუშაობა ძალიან სერიოზულ მწვრთნელებთან, როგორც საქართველოს ნაკრებში, ახლა ჯიკიჩთან არ მომწევია, თორე ზუროსთან ვიყავი ასისტენტი ზუროსის იგორ კოკოშკოვთან მეც პირადად ძალიან ბევრ სემინარზე ვარ ნამყოფი, ასევე ვორქშოპებზე ვიყავი სხვადასხვა კლუბებში, სერიოზულ გუნდებში და მათგანაც დამინახავს ეს. და აი ძალიან მაგარია. როდესაც აი ნაკრებზე რახან მკითხე, ხო? პარალელებს ნაკრები იგივე გუნდია, ხო? ამ შემთხვევაში ეროვნული ნაკრები, საქართველოს ეროვნული ნაკრები, გუნდი. მაგრამ ნებისმიერი გუნდის, ასევე მე გუნდის სელექცია მიწევს, ხო? ყოველწლიურად სუპერლიგის გუნდს ვაკეთებ, ხო? ძალიან ბევრი დეტალიც ექცევა ყურადღება და ამიტომ მინდა რომ სწორედ გამიგონ, იცით რა, ის რომ მარტო სამიანს აგდებ და ბურთს ძალიან მაგრად ატარებ, ყველაზე მაგრად ატარებ საქართველოში ბურთს, არ ნიშნავს რომ შენ მაინდამეს ნაკრებში უნდა იყო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბურთის მატარებელი ხარ. კალათბურთი არ არის მარტო ბურთს ტარება რა. ეს არის ძალიან დიდი სურათი. კი, ესეთი პატარა სურათები მე ქმნის იმ დიდ სურათს, რომელზედაც ვსაუბრობთ გუნდის წარმატებას და არა ინდივიდუალურ წარმატებას. ძალიან მაგარია რომ წეგანო ვისაუბრეთ თუნდაც უცხოეთში ანუ ისეთი მოთამაშეები რომლებიც თქვათ იმსახურებენ რომ წავიდნენ და სრულიად უფასოდ მიიღონ ყველანაირი ვარჯიში საკვები და კლუბმა რომელ კლუბშიც წავა ჩადონ ინვესტიცია ამ მოთამაშეში ითხოვენ აუცილებლად სრული თამაშის ვიდეოს სადაც აკვირდებიან იმ მოთამაშის ქცევას როგორც როდესაც თამაშობს, როგორი გუნდელია და თუნდაც მაშინ, როდესაც სკამზე ჯდება და სკამზე როგორი იქცევა, თუნდაც გუნდელებს ყველას ურტყავს თუ არა ხელს, რამდენად გაბრაზებული ჯდება. ანუ ესეთ დეტალებს ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება ენიჭება ყველა მწვრთნელში, თან უმეტეს, როდესაც ჩენშიდებენ ინვესტიციას. კიდევ აი რა შეიძლება გააკეთოს მოთამაშემ, თუნდაც თამაშის დონეზე, რომ აჩვენოს
ნებისმიერ ასაკობრივ მწვრთნელს, რომ ის იმსახურებს ნაკრებში, რომ უბრალოდ გამოიძახონ ჯერ გაფართოებულში. კი ბატონო. და მერე უკვე იქ დაამტკიცონ თავისი თავი ეხლა ახალ გუნდურად. სტარტმუნებული ვარ, ვერაფერს ვერ ვიტყვი და არც Mhm. ვიტყვი ახალი სიახლე არაფერი. რა თქმა უნდა, შრომის უნარიანი უნდა იყოს, მოყვარული უნდა იყოს შრომის და ძალიან ბევრი უნდა იშრომოს საკუთარ თავს. საქართველოს ნაკრებში რომ მოხვდე, მინიმუმ იმას უნდა ჯობდე, ვინც გვერდში ყავს. Mhm. და ჯობდე კიდევ ერთხელ ვიძახი, მე პირადად ესე ვარ და დარწმუნებული ვარ უმეტესობა მწვრთნელების, რომ იცი რა სტატისტიკას რო აიღებ და პირველ რიგში 30 ქულა გააკეთა, ხო, მაშინ ეს ძალიან მაგარი. ეგრე არ არის. იმ სტატისტიკის ფურცელსაც, რომელსაც ძალიან უყვართ ხოლმე და ყველა თამაშს მე დასტაცებენ. ძალიან ბევრი გრაფაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. და აი ამ ყველა გაყოლებაში უნდა ჩაყვე. მარტო ქულებს კი არ უნდა უყურო, უნდა ჩაყვე და ნახო ყველაფერი. იგივე პასი რამდენი გაქვს გაცემული, აი ესე რიბაუნდი, ასისტი და პოინტს რო სამაგი დუბლი მაგ და რაღაც. ჩემზე რამდენჯერ დაჯარიმდნენ. ხო ხვდები? აი მე რომ მოედანზე ვიდექი, ჩემმა გუნდმა მაგ დროს პლუსი დაიწერა თუ მინუსი დაიწერა. ანუ ეს ხო, ეხლა მე რო ეროვნულ ნაკრების ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ვარ, მე არც დრო მაქვს და არც საშუალება იმისა, რომ ჩემთან მოსული ბავშვი განვითარებაზე ვიფიქრო. კი? ჩემი ერთ-ერთი მთავარი არის რომ 20 წლამდელი არის ის ბოლო ასაკი, რომელიც უკვე ეროვნულ ნაკრებს უნდა მივცე შევსება, ასე ვთქვათ. მაგრამ ამავდროულად იმ კონკრეტული ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ტარდება, საქართველოს უნდა გამოვიდეს ღირსეულად. ორი პრიორიტეტი გვაქვს, ერთი რომ გუნდური და ნაკრების და ჩვენი ქვეყნის წარმატება და ამავდროულად ბავშვის სწორი განვითარება, რომ მივაწოდო შევსება იმას. ამიტომ მე რაღაც ამ 2-3 კვირაში რომ რაღაცა რადიკალურად ბავშვის თვისებები შევწვალო, ეს არის გამორიცხული. ამიტომ ეს შენ თვისებები ყოველდღიურად უნდა განავითარო. ყოველდღიურად უნდა მაჩვენო, რომ შენ ამაზე მუშაობ, შენ ამაზე ფიქრობ, ზგუნავ და შენ ამას განიცდი ელემენტარულად, ანუ რას ვიძახი, იცი რომ არ არის ეს შენთვის სულ ერთი. ბევრი ახალგაზრდა მინახავს და კიდევ ერთხელ ეს ჩემი აზრია და არ ვამბობ, რომ ეს არის ჭეშმარიტება. მე უბრალოდ ჩემაზა. აი ბევრი მინახავს, რომ წაგებული თამაშის მერე გასთორავს თავის 30 ქულას და 15 მოხსნას. გაგიმარჯოს მართლა ძალიან მაგარია და ძალიან კარგია. მაგრამ არ დაგავიწყოს რომ გუნდმა წააგოს თამაში რა. და რა ვიცი, მე მგონია არ უნდა იყოს საამაყო. საბოლოო ჯამში ჩვენ კალათბურთს ყველანი ვთამაშობთ იმისთვის რომ წარმატებული გუნდის რაღაცა წარმატებული პროექტის ნაწილები ვიყოთ. მე მგონი რომ ესეა, ხო? ახლა თუ შენ გინდა რომ იცი რა, კოტე ტუღუში ყველაზე მაგარი იყოს, მაშინ არ ვიცი, ან ჭადრაკი უნდა ითამაშო, ან ძიუდო იჭიდაო, ინდივიდუალურ სპორტებს. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, პირიქით კაცო, იქ ცოტა სხვა ინტერესები. აი მაგი ვთქვი დასაწყისში რო ვთქვი რომ მე ამ გუნდურობა მომხიბლა რა. ეხლა აი მოთამაში რო ვიყავი, კიდე სხვანაირად უყურებდი თურმე ამ ყველაფერს. რო დავანე სრული თავი რო გადმოვედი, მწვრთნელად ცოტა სხვანაირად იმას ქვია, შევხედე ამ ყველაფერს რა და ამიტომ აი ხა სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ აი პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გამოცდილებიდან რამოდენიმე ფაქტს გავიხსენებ რა. აი მაგალითად ძუროსი რო დაინიშნა პირველად ეროვნულ ნაკრებში და საქართველოში ჩამოვიდა, ჩვენ ვინც ვიყავით მისი ასისტენტები, მაშინ მე ვიყავი, ირაკლი ხოშტარია იყო და ყავდა ასევე ორი უცხოელი, რომლებიც საქართველოშია ის ტიხო იყო, ბოენტიხო და მილოშ გლიგოვეროვიჩი, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. და იცოდნენ როგორც ყველა ბავშვს, ასევე ყველა კანდიდატს, ვინც კი შეიძლება რომ მიგვეწოდებინა ეროვნულ ნაკრებისთვის. და რო დავსყედით მაგიდასთან და რო დავიწყეთ ამ კანდიდატურების ასე ვთქვათ, გაანალიზება. კი, ვიცით რომ ლეგიონერები ვინც ყავს ის უდაოდ უნდა იყვნენ დამოსახლებული. ამ გაფართოებულ შემოდგომაზე რო დავიწყეთ საუბარი. კალათბურთი არ იყო ერთ-ერთი პირველი თემა, რითაც დავიწყეთ, ხვდები? ანუ ბევრი სხვა დეტალები იყო, რაზეც ვისაუბრეთ. და აი ამ ეს ორი ადამიანი, რომელიც იყო ჩამოსული ტიხოზე და მილოშაზე მაქვს საუბარი, რომლებიც ფედერაციამ ჩამოიყვანა იმისთვის, რომ მასაკობრივი რაღაცა ნაკრებების კოორდინატორები ყოფილიყვნენ, ისინი ყოფილიყვნენ, ხო? მან დავინახე ამ ორ ადამიანში ზგანაც დავინახეთ, რომ ესენი მარტო ამ თამაშებზე სასიარულოდ არ იყვნენ რა. ძალიან დაკვირვებით აკვირდებოდნენ ყველა ბავშვს, ყველა მშობელს, ყველა მწვრთნელს. აი რა ხდებოდა მოედანს გარეთ, ამას ყველაფერს უკვირდებოდნენ. და იქ იყო ამაზე საუბარი, მიხვდი? და როგეთ რა, კი არ გამკვირვებია, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო. რა იყო ტოპ 3 ფაქტორი, რომელსაც პირველ რიგში აკვირდებოდნენ თამაშის გარდა? ვარჯიშის პროცესზე იყო საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანი რა. აი სავარჯიშო პროცესზე სამწუხაროდ ჩვენს მოთამაშეებს
ყურადღების გაფანტვა სჩვევიათ. Mhm. რო იცი რა არის ახლა ტელეფონი რო შუა ვარჯიშს რო ტელეფონი არ უნდა აიღო და ტელეფონში არ უნდა ჩაიხედო და რაღაც ხო ხდები. ეს იყო დამღუპველი. რამოდენიმე მოთამაშეზე ეს პირდაპირ რო იცი რა ეს ვარჯიშის დროს მე ვესწრებოდი ამ ვარჯიშს უბრალოდ მოვუხდი დარბაზში შუა ვარჯიშს ტიპმა ჩანთიდან ამოიღო ბოდიში ხამ ტიპი ვახსენე მაგრამ ნუ მოთამაშემ ამოიღო ტელეფონი და ეს მათთვის ძალიან ცუდი სიგნალი იყო. ეხლა იცი რა მე რამდენიც დაინტერესება არ მქონოდა. აუ იცი რა მას ბები აყავდა ცუდად და ზარზელოდებოდა და ძმაკაცის დაბადების დღეზე აგვიანდა. ეხლა ამას არც მიცდია და ვერც აუხსნიდი ამ თემას. რა თქმა უნდა. და აი ყველას ვეუნები. მას შემდეგ მანამდეც ამაზე ვაკეთებდი, მაგრამ მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად რა ყველას ვეუნები. მიაქციეთ ყურადღება. მაგრად ვარჯიშობ, მაგრად ესვრი, მაგარ დაცვას თამაშობ, მაგრამ დამიჯერე, შენ რო დარბაზიდან გახვალ და შენ მშობელს ისე არ დაელაპარაკები როგორც საჭიროა, ეს დამიჯერე რომ იქ მოხვდება სადაც საჭიროა. აი კიდე ერთ რაღაცას გავიხსენებ, ესეც მოყოლილი მაქვს ძალიან ბევრჯერ, просто უბრალოდ მინდა რომ საზოგადოებამ ასე თქვა, იმ ახალგაზრდებმა იცოდენ. გოგა ბითაძე, როდესაც NBA-ში მიყავდათ. აი ეს ტელეფონზე შემომდი ზარი და მაიამი ჰიტის სკაუტი ვარო ეს მეცნობა ადამიანი და ანუ გამიხარდა ახლა ნუ ჯერო პატივი დამდეს რომ მე მირეკავენ ხო ხვდები რა მაგარია რა და ნუ უცებ ახლა დავიწყე მომზადება რომ ახლა გოგაზე უნდა ვისაუბროთ მითხრა რა თავიდანვე და ნუ მეთქი ალბათ ახლა რაღაცა სროლის ტექნიკა ის მოედანზე საკითხვა რა ამას ველოდები ესე შეკითხვის რა ამკითხეს იცი საქართველოში რო ჩამოდისო გოგა ხო დიდი ბევრი წელია საზღვარგარეთ თამაშობს საქართველოში რო ჩამოდისო ვისთან მეგობრობსო ვინ არიან მისი მეგობრებიო თუ იციო ოჯახის წევრებთან თუ აქვს ურთიერთობა ბებია ბაბუ აი ეგეთი რაღაც დეტალები რა ეხლა ამერიკაში მეც მქონდა ბედნიერება ზაზას დახმარებით რომ ზაზას და გოლდენ სტეიტთან ყოფილიყავი და ეს კულტურა და ოჯახის კულტიზე როგორი დაფასებული აქვს მათ და რა ხელა პატივს სცემენ ამ ოჯახის წევრებს მოთამაშეების ოჯახის წევრებს არანაკლებად ვიდრე ევროპაში და ახლა ჩვენც რო ვიძახით ოჯახის რა თქმა უნდა და საპატუცემულოა ასე რომ აი ამ დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა და უნდა გაიგონ ბავშვებმა. კი, ან მეც შემიმშევია რამდენიმე მოთამაშე და სხვებთან ლაპარაკის დროს სხვებს უთქვამთ, რომ აი ეს ძალიან ნიჭიერი ბიჭია. მაგრამ მე პირველ რიგში რაც მithქვამს არის, რომ ისეთი საძმაკაცო ყავს, თუ მაგ საძმაკაცოში დარჩება, წარმატებას ვერ მიაღწევს. აი ეგეთი რაღაც მეც ბევრჯერ შემიმშნევია. ანუ აკვირდებიან ისინი თუ როგორ გარემოშია ადამიანი და როგორ გარემოში იზრდება, რომ საბოლოო ჯამში სტრესულ სიტუაციაში აი თუნდაც ბოლო წამებზე, ხო? იმას ავლენს ადამიანი რა გარემოშიც არის ყოველდღიურად. კი ბატონო. მოდი განთიდი მნიშვნელობა ეჭება და აი რო დაუბრუნდე შენ შეკითხვას რა. რა არის საჭირო რომ იმისთვის რომ ეროვნულ ნაკრებში. ეროვნული ნაკრები მით უმეტეს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, თუნდაც იმ NBA-ის კლუბზე ბევრად მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი ქვეყნის უნდა წარმოადგენდე. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია რომ როგორ წარმოადგენს შენ ქვეყანას, შენ დროშას. და სულ აი ხა ამ წლების განმავლობაში ბიჭები ვინც საბოლოო ჯამში ხვდება ხოლმე ძირითად შემოდგენილობაში, მაგაზე უსმენ ხაზს და ვეუბნები რომ ბიჭებო იცოდეთ რომ თქვენს უკან თქვენი ოჯახის წევრების და თქვენი ახლობლების გარდა დგანს თითოეული ის ბიჭი რომელიც ჩვენთან ერთად იყო აი ამ გაფართოებულ შემოდგენაში, ან თუნდაც ვერ მოხვდა. მწვრთნელები თქვენი რომლებიც ამდენი წელია თქვენთან მუშაობენ. და რაღაცა ცოტა მეტი პასუხისგებლობა და მეტი რაღაცა გეკუთვნით და ესე არ არის რა იცი რომ მე გავალ და ხა ბულგარეთთან წავაგე ფოცქულას და ვიღაცასთან რაღაც მე რა რო წავაგე ეგრე არ არის რა ეგრე არ ხდება რა და უნდა ხვდებოდეთ ამას და რაც მალე მიხვდები და რაც ახლოს მივიტანთ გულთან ამ ყველაფერს მე ფიქრობ ისევ მათლა ეხმარებათ ჩვენ ვახსენეთ ლაპარაკის დროს შენ როდესაც თამაშობდი და მე რო დაიწყე მწვრთნელობა მაგ პერიოდში ალბათ არ არსებობს მოთამაშე, რომელიც ვთქვათ, თუნდაც ადრე ფიქრობდა მწვრთნელობაზე, როდესაც თამაშობდა, ან რომ მორჩა კარიერას, ფიქრობდა მწვრთნელობაზე. ძალიან რთულია, როდესაც თამაშობ კალათბურთს და უკვე აზრები გაწუხებს, რომ ხო არ შევიცვალო რამე. მაგ დროს რას ფიქრობ, ყველაზე რთული ფიქრები რა გქონია და ემოციურად როგორი იყო, როდესაც უნდა დაგენებებინა შენი საყვარელი საქმისთვის თავი მოთამაშეობისთვის და უნდა გადასულიყავი ისევ შენ საყვარელ საქმეში, ოღონდ სხვა რანგში. ხო. ჩემი ასე ვთქვათ, რჩევა სანამ პასუხს გაგცემ პირველი იქნება, რომ მაქსიმალურად სადამდეც შეძლებთ ითამაშეთ კალათბურთი. რა თქმა უნდა. მაქსიმალურად ბოლომდე გაწურეთ საკუთარი თავი და ხა მე არ ვიძახი ხე რომ რაღაცა
სადაც შეძლებ და Mhm. ფიქრობ რომ შემიძლია მე კიდე რაღაცა გავაკეთო მოედანზე და სასარგებლო ვიყო ჩემი Mhm. გუნდისთვის, აი მაქსიმალურად ბოლომდე ითამაშეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნებაა კალათბურთს თამაში და ძალიან ნაკლებად. მენატრებოდა, მით უმეტეს რომ დავანებე თავი. ხა იმიტომ არ ვიძახი რა, მე დავანებე თავი, 30 წლის ვიყავი Mhm. და მოვიგეთ აბსოლუტურად ყველაფერი. ყველა ტიტული მოვიგე და საუკეთესო მოთამაშეც გავხდი Mhm. საქართველოს, მაგრამ ბოლო წელი აი პირდაპირ გაგებით ვიძახ, ყველა თამაშის წინ მიწევდა ნემსის კეთება Mhm. ახილაში. ანუ ისე უბრალოდ გამაყუჩებელი Mhm. აღარ მიყუჩებდა, ახილები ისე მაწუხებდა რა. Mhm. მაგრამ აინც არ ვიძახი რომ რაღაც ტრავმის გამო უბრალოდ მანამდეც დაფიქრი მქონდა და ზუსტად ვიცოდი რომ კალათბურთში უნდა დარჩენილიყავი, იმდენად მიყვარდა ეს Mhm. სფერო და მწვრთნელობა ძალიან მაინტერესებდა. და ფიქრი დაწყებული მქონდა. Mhm. და მე უბრალოდ ჩემს კონკრეტულ სიტუაციაში მივიღე ძალიან კარგი შემოთავაზება იმ დროისთვის, რომ Mhm. უცებ გამختارიყავი ძალიან კარგი გუნდის მთავარი მწვრთნელი და ეს კიდე უფრო დამეხმარა ამ Mhm. გადაწყვეტილების მიღებაში. რა თქმა უნდა, მოთამაშეობა და მწვრთნელობა რადიკალურად განსხვავებული ერთმანეთისგან. სულ სხვა რაღაცა არის. რას ფიქრობ, როგორ შეიცვალა შენი თამაშის მიმართ შეხედულება, როდესაც გახდი მწვრთნელი და და დაიწყე იმ დეტალების აღმოჩენა, რასაც თქვათ გეუბნებოდა მწვრთნელი და ფიქრობდი, რომ ეს შეიძლება არ იყოს შემთვის სასარგებლო ამ ხო, სიტუაციაში? ბევრი რაღაცა არის ესეთი კი, რომ აი მაგალითად ბევრჯერ გავბრაზებული ვარ ეხლა და მოთამაშეს როცა ვეჭხუბები, იცი რა, ბევრ პარალელს ვალვე ხოლმე, რომ Mhm. აი ეხლა ჩემ მწვრთნელს რომ ჩემთვის ესე ეთქვა, Mhm. არ მომეწონებოდა. Mhm. მაგრამ მე ხო ზუსტად ვიცი ხა იმას რატო ვეუბნები ამას. Mhm. იმიტომ ვეუბნები და ბევრჯერ ვეუბნები ხოლმე, ბიჭო, ის კი არ უნდა გეწყინოს რომ გეჭხუბები და აი ის უნდა გეწყინოს როცა აღარ გეჭხუბები და საერთოდ ყურადღებას არ მოგაქცევ. Mhm. მაშინ ჩათვალე რომ ესე იგი ჩემთვის საინტერესო აღარ ახარ. Mhm. რომ მინდა და რომ ჯერა შენი და მგონია რომ შეგიძლია ჩემი დახმარება, იმიტომ ვცდილობ და იმიტომ ვარ ესეთი ემოციური შენს Mhm. მიმართ და იმიტომ ტვინს გიბურღავ ბოდიში Mhm. ავსდი, მაგრამ ესეა ხო ხვდები და ესე იყო მაშინაც. ეხლა უფრო ისე რომ თქვა ჩემი გადმოსახედიდან ხო? მეგონა რომ არ ვიყავი ეგოისტი მოთამაშე რა, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც მოთამაშე ხარ, თამაში წაგებული იქნებ თუ Mhm. მოგებული, მიდიხარ და ანალიზს რო აკეთებ, ანალიზს აკეთებ საკუთარი თავის თამაშის რა. რომ რაღაცა სწორედ გავაკეთე, რაღაცა არასწორად გავაკეთე, აი რაზე მაქვს სამუშაო, რა მაგამოსასწორებელი, მწვრთნელი რო ხარ, რამდენი საფიქრები დაემატა ყველაფერს. კი ბატონო. ამას რამდენი ამხელა რაღაცა დაემატა რა და ძალიან რთულია. ძალიან რთულია, აი, მაგრამ რა თქმა ძალიან უნდა ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო. ფაქტორია ხსენე, როდესაც თამაში რჩება, ანუ ვარჯიში რჩება, რომ მიდიხარ უკვე თუნდაც სახლისკენ რო ხარ გზაში, ძალიან მნიშვნელოვანია გაანალიზებ თუ არა იმას, რაც გითხრა მწვრთნელმა, შენ შეცდომებს, ან შენ კარგ მომენტებსაც კი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, მაგრამ ისევ მივდივარ იმ ფაქტორთან, შენ რაც თქვი წეგან ტელეფონთან დაკავშირებით. იმიტომ რომ მე ძალიან ბევრჯერ ვხედავ, რომ მოთამაშე როგორც კი გადის მოედნიდან, ეგრევე იღებს ტელეფონს და ეგრევე იწყებს სკროლვას, რაც ანადგურებს იქვე იმას, რაც კი. ისწავლე ვარჯიშის დროს ან თამაშის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მოთამაშე დაფიქრდეს ყველა იმ დეტალზე, რის გამოც ან მიაღწია წარმატებას, ან წარუმატებელი იყო. კი, გეთანხმები. აი ძალიან ის არის რა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ეგ რა. აი როგორც არ ვიცი სკოლაში დავალება, საშინაო დავალება რომ მიგაქვს Mhm. სახში და მოამზადო, იგივე არის კალათბურთში რა. იგივე არის. აი ხა მე ხო პროფესიონალებთან მუშაობ რა და ზუსტად მაგას ვეუბნები რომ ბიჭო, აი ჩვეულებრივად თამაშის წინ განსაკუთრებულად რომ Mhm. კონკრეტული მოწინააღმდეგის მიმართ წინ რომ ემზადებით, ხო? ის Mhm. სკაუტინგი იქნება თუ რაღაც ინფორმაცია რომელიც მე თქვენამდე მომაქვს, ჩათვალეთ რომ ეს არის საშინაო დავალება. Mhm. სახში რომ მიგაქ, მე იმისთვის გაატანო, რომ ხვალ უნდა მოიტანო ეს ყველაფერი უკან და მოიტანო უკვე შენ უნდა მომიყვე, მე კი არ უნდა მოგიყვე. Mhm. შენ უნდა გადმომცე ეს ყველაფერი და ეხლა მე რომ 1 საათი ვისაუბრებ, სიტყვაზე ვიძახი და ხანდახან ხშირად მოსაწყენი ხდება ჩემი საუბარი, Mhm. მესმის, მაგრამ მომისმენ 1 საათი და გავჩუმდები თუ არა შენ ეგრევე TikTok იქნება თუ Facebook scroll-ს Mhm. და ის შენი დაიკარგო. ყველაფერი დაკარგულია რა. ეს კი ბატონო. პრობლემაა რა, სამწუხაროდ პრობლემაა რა. შენ იყავი არმიის მწვრთნელი, როდესაც ლოკდაუნი იყო და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ბევრი ადამიანისთვის. ცუდი გაგებით ვამბობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეჩერდა ამ ლოკდაუნის გამო. მაგრამ საქართველოში ასევე ესეთი შესაძლებლობა გამოჩნდა, რომ NBA-ის მოთამაშეები ჩამოვიდნენ საქართველოში. კი. რას ფიქრობ, შენი დაკვირვებიდან გამომდინარე, რა განასხვავებს ქართულ კალათბურთს და იმ NBA-ის
მოთამაშეების კალათბურთს, რომლებმაც ჩამოიტანეს რაღაც კონკრეტული მონაცემები საქართველოში. კი, მე ძალიან გამიმართლა, რომ ესეც ასე ვთქვათ, ჩემი მწვრთნელობის საწყის წლებში მოხდა ეს ყველაფერი ხა. ლოკდაუნი რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ნუ ჩვენ კონკრეტულ სიტუაციაში რაღაცა ბევრი სარგებელი ვნახეთ აქედან გამომდინარე. არ ვიცი ხა, აი კოვიდის მინი ვარიანტი იყო. კოვიდმა საერთოდ თაობები გაანადგურა რა სამწუხაროდ რა. კი. მაგრამ ლოკდაუნი ამერიკაში იყო, NBA-ს და იქაური შეუქმნა პრობლემა, მაგრამ ევროპა მიხეირა მაგ დროს, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის ბევრი მოთამაშე წამოვიდა მაშინ ევროპაში სათამაშოდ რა და გითხარ კიდევ საერთოდ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით, უშუალო მოლაპარაკება გქონდა კავაი ლეონარდთან, მაშინ სან ანტონიოში თამაშობდა რა და იყო მაგაზე ფიქრიც რომ იყო უკვე მისასანო ხვდები რა და წარმოიდგინე რომ არმიაში საქართველოს თბილისში ეთამაშა კავაი ლეონარდს. ხო და სანდიეტა გეინსი ყავდა მას ჩამოყოლნი ჯერემი რიჩარდსონი და ეს საკმაოდ და იცი რა ჩამოგვიტანეს და რა დაგვანახეს მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები იყვნენ. არც ერთ მათგანს არ უთაკილია შრომა. მათ იცოდნენ რომ მე ვიყავი იმ წელს ქონდა მწვრთნელობა დაწყებული. არც ერთი მათგანისგან მე არ მახსოვს რომ რაღაცა ხვდები აუ რუკი კოუჩია და რაღაც. არა, პროფესიონალები იყვნენ თავის საქმის. მე არ ვერ ვიხსენებ გინდა ვარჯიშის დაწყებას და დამთავრებას, რომ აი ჩვენ და სამწუხაროდ როგორ ხდება ეხა იცი რომ ვარჯიშს რო დავასრულებთ ჩვენ სიტუაცია ჩვენ გუნდს გავუმარ ჯოს და ბიჭები ყველა დაშლილია ყველა სახში როგორც სკროლოა ასე შემდეგ. არც ამერიკელები რჩებოდნენ, ესროდნენ, მუშაობდნენ საკუთარ თავზე. რაც არ უნდა რთული ვარჯიში ჩამეტარებინა და აი როგორც ეხა ასისტენტებთან ერთად იქ მისოზადების მწვრთნელის ასის ყოველთვის ვითვალისწინებ ხოლმე რომ კოტე გვეყოფა რა დატვირთვა და მოდი დავასვენო და რაღაცა და რო ვასვენებ, ანუ რო ვამთავრებდი ვარჯიშს იმ მიზეზით კი არა რომ აი უკვე მივახცეთ იმას. უბრალოდ რომ აი დროა რომ დავასრულოთ, იმიტომ რომ საკმარი დატვირთვა მიიღეს. ესენი მაინც რჩებოდნენ და მაინც აგრძელებდნენ. ხო ხვდები თავის საკუთარ თავზე მუშაობას და ეს მე ვფიქრობ უნდა დაენახათ დანარჩენს ქართველ მოთამაშეებს. ბევრი ქართველი მოთამაშეებიც რომელმაც უცხოეთში მიიღო ასე ვთქვათ განათლება და საკალათბურთო განათლებაზე მოგსაუბარი და რომელიც მაგალითებია ეხლა რომ აი როგორ შეიძლება ეხლა რომ 20 წლის ბიჭს წინა სავარჯიშო თავისი რუტინა არ ქონდეს. თამაშზე უბრალოდ სათამაშო ვთქვათ. ვარჯიშზე ზედმეტია საუბარი. რომ აი მე რომ მოვდივარ თამაშზე იმის გარდა რომ ვიცი ნახევარი საათით უნდა გავიდე და იქ ბურთი დავატრიალო და რაღაცა როგორ მოვამზადო ჩემი ორგანიზმი იმისთვის რომ ტრავმის პრევენცია მოვახდინო და უკეთესი ასე ვთქვათ ჩემი უკეთესი თვისებები გამოავლინო. სამწუხაროდ ბევრს არა აქვს ეს დღემდე. კი, ეს არადარ არის მნიშვნელოვანია. პრობლემა. მე პირადად ყველა მოთამაშეს, როდესაც მეკითხება, რომ აი რა გავაკეთო თამაშამდე, აი ისეთი რა დეტალები აინტერესებს, თქვათ რა უნდა ვჭამო, რა ვარჯიშები უნდა გავაკეთო, მაგრამ ჩემი აზრით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენს ხელთან ერთად მოამზადო შენი გონება თამაშისთვის. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოთამაშე ყოფილა ვთქვათ ესეთ სიტუაციაში, რომ ყოფილა სასტარტოში, მაგრამ მწვრთნელს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე გადაუწყვეტია, რომ დაისვა ეს მოთამაშე სასტარტოდან. და ამ დროს მოთამაშეს ეწყება ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლის დროსაც რო შედის მოედანზე, აფუჭებს ეგრევე თამაშს. ანუ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც შევდივართ მოედანზე და დროა რომ ჩვენ მივეხმაროთ ჩვენ გუნდს რომ გაიმარჯვოს, ამ დროს ვიყოთ მზად როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, რომ ყველაფერი შევასრულოთ. თუნდაც შეცდომებისთვის ვიყოთ მზად, იმიტომ რომ ბევრ მოთამაშეს როდესაც ერთ შეცდომას ან ორ შეცდომას უშვებს, ფიქრობს ისევ იმ შეცდომებზე, რომ აი ის რატო დაუშვი მე და რა შეცდომა შეიძლება რა რეზულტატი შეიძლება გამოიწვიოს ამ თამაშის ბოლოს. მაგრამ საბოლოო ჯამში თუ არ მიაქცევ ყურადღებას არც შეცდომას იმ მომენტში და მერე თამაშის მერე გაანალიზებ, ბევრად უფრო უკეთეს შედეგზე გახვალ თამაშის ბოლოს. კი ბატონო, გეთახმები, რა თქმა უნდა ეს ესეა რა. შენ თუ გაქვს რაიმე თამაშის წინამომზადების რუტინა? რა თქმა უნდა მაქვს, როგორც მწვრთნელს მოდი ბევრს აქვს და მეც რა თქმა უნდა, როგორც რუტინა მაქვს ჩემი, ასევე სრულწმენაც მაქვს, ხო, როგორც ჩვეულებრივი ადამიანური თვისება, ბევრი სპორტსმენისგან გვინახავს სხვადასხვანაირი სიგიჟეები დაწყებული და სხვადასხვა შორის ზუროსი იყო, ვისთანაც მიმუშავე ერთ-ერთი ყველაზე სრულმორწმუნე ეგეთი რაღაცები არ მინახავს. აი როგორ იცი, რომ ერთხელ ავტობუსის ზღოლმა მოგვაკითხა სხვა და აუ ისო სად არის მოიყვანეთ რაღაც ეგეთი რაღაცები მქონდა რა და
მე იგივე ზუროსს აქვს ჩემთვის მოყოლილი, რომ აი ლიტვაში, ჟალგერიში მუშაობდა და ისეთი ისტორიები მომიყვა, რომ აი ხალხი რომ ჰოროსკოპებს კითხულობდა და ჰოროსკოპის მიხედვით რომ ხუთეულს აკომპლექტენდნენ, რომ აი ამას დღეს პოზიტიური დღე აქვს და ეს უნდა იდგეს ხუთეულში და ვიღაც აი ხო წარმოგიდგენია, ამიტომ ეს ყველაფერი მოსულა რა. მოთამაშე უნდა იყო პროფესიონალი და სიგიჟეები ყველაფერს მზად მოსულა. უნდა იყო, რაც ახსენე, ხა ხუთეული. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ ხუთეულს რა. არ კი, არის ეს კი. ხუთეული. რადგან ხუთეულში დგახარ, არ ნიშნავს იმას, რომ საუკეთესო ხარ. კი, კაია, მაგარია, რა თქმა უნდა. მწვრთნელი ვარ ხა და მე ჩემი გათვლა მაქვს რა. მე თამაშის დასრულება მირჩევნია კარგად, ვიდრე დაწყება. სიტყვაზე რა თქმა უნდა, თუ ორივე კაი იქნება გადასარევია, მაგრამ მე თამაშის მოგება მინდა და თამაშს ვიგებ მე მე-40 წუთზე და არა პირველ წუთზე, ხო ხვდები? მე პირველ წუთზე საფუძველს ვყრი იმისა, რომ მე-40 წუთზე ყველაფერი იყოს კარგად. და ამას სულ მეუნები ხოლმე მოთამაშეებს რა. სხვათა შორის არ არის ჩემ გუნდში ადვილი თამაში და არ არის მოთამაშისთვის ადვილი ჩემს, ასე ვთქვათ, ჩემი მოთამაშე იყოს და მე ვიცი ეს და ვეუნები და ვაღიარებ ამას. მაგრამ ნუ მე ამის მწამს და მე ესე მჯერა, რასაც ვაკეთებ რა და ვცდილობ ბევრ ამას ვითვალისწინებ, მოთამაშეებს უსმენ, მათ აზრს უსმენ, თუ არ ვეთანხმები, მაქსიმალურად ვცდილობ რომ აუხსნა რატომ არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს ელემენტარული პატივისცემაც არის და თან მე არ მჯერა იმისი, რომ იცი რა, აი ესე დაურტყა ხელი და შენ ეს უნდა გააკეთო. მე ასეთი გაკეთებულიც არ მჯერა. მე მირჩევნია, რომ კი, შენ ეს უნდა გააკეთო, მაგრამ შენ ეს უნდა გააკეთო იმიტომ და იმიტომ, რომ ეს და ეს უნდა გამოვიდეს აქედან, აი ეს მირჩევნია. რამდენად კარგად გამომდის ამის ახსნა არ ვიცი, ალბათ ამას ჩემი მოთამაშეები აშკარად კარგად გამომდის. უკეთესად იტყვიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ამას ვცდილობ რა. მე ამის ჯერა. ფსიქოლოგიაზეც უნდა თქვა აუცილებლად რამდენად მნიშვნელოვანია რა. აი ხა თქვი რომ სლოვენიაში წავედი 2000-იან წლების დასაწყისი იყო, მაგრამ 99 10-იანების ბოლოს 99-18-ში ვიყავი ამერიკაში. კოლეჯების მოვიარე რამოდენიმე კოლეჯი, რამოდენიმე უნივერსიტეტი და ერთ-ერთი ძალიან მაგარი ფსიქოლოგი, სპორტული ფსიქოლოგი გავიცანე იქ, ძალიან მნიშვნელოვანი. რომელიც მერე გახდა მენეჯერი, არაერთ ქართულ ბავშვს დაეხმარა. იმ დროს როცა გავიცანე უკვე ხანში შესული კაცი იყო და ეხლა დაუკარგე მასთან კონტაქტი, იმედი მაქვს ჯანმრთელად არის და კარგად არის. თუ არა და ნუ რა ვიცი, განათლებს ღმერთმა მისული, იმიტომ რომ მართლა ძალიან განათლებული კაცი იყო და ძალიან უშუალო, ძალიან საინტერესო კაცი იყო და ამერიკაში დამეხმარა მეც და მე რო წამოვედი აქედან მწვრთნელიც რო გავხდი, იმ დრომდე მქონდა მასთან კავშირი და ფსიქოლოგია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა რა და გამომიგზავნა სამწუხაროდ მისი ეს ნაშრომის დაუკარგე, იმიტომ რომ Facebook-ით კონტაქტობდი და მე გამიტეხეს ეს Facebook-ი და ახალის გაკეთება მომიწია და ბევრი რაღაცა დამეკარგა რა. ვიზუალიზაციაზე ქონდა ძალიან დიდი ნაშრომი. ძალიან დიდი ნაშრომი ქონდა და რო გამომიგზავნა ინგლისურად, თხოვა რომ თუ შეგიძლია რომ დამეხმარო ამის თარგმანში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქართველ ახალგაზრდასთან ამაქვს კავშირი და მინდა რომ მათაც გაუზიარო რა და მეთქი კი ახლა სადმეცალა მაგისთვის მამენტ, მაგრამ აი რო წავიკითხე და რომ ჩაუჯექი იმ დეტალებს, რამ ხელა მნიშვნელობა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო, აი ვისაუბრეთ ახლა ხო, რომ ჩვენ მოთამაშეებს გონიათ რომ თამაში როდის იწყება, ეს ბურთი რო ავარდება, თამაში დაიწყო. ეგრე არ არის რა, თამაში ბევრად ადრე იწყება. ბევრად ადრე იწყება და ეს ვიზუალიზაცია, წარმოდგენა, რაღაცა ფიქრი იმაზე, რომ აი თუნდაც რა თქვი ხო, რომ აი მოხდა ეს რომ მე ხუთეულში არ დავიწყე. აი შევდივარ მოედნიდან, რომ მისაბეს კამიდან. ამის მზად უნდა ვიყო რა, რომ ეს კამიდან შევალ, დღეს ვეთამაშები, ბაჩოს ძლიერი მხარე ვიცი რა არის, სუსტი მხარე რა არის, ის რას ეცდება რომ სად შემიტიოს, რა გამოიყენოს. აი ესეთი რაღაცები არა გვაქვს ჩვენ. არა და რა მნიშვნელოვანია. მე ჩემ ყველა მოსწავლეს ვეუბნები, ანუ თამაშის წინა რუტინაში ფსიქოლოგიურად რო ემზადება, მაგას ყველას ვეუბნები აბსოლუტურად და ერთ პატარა ხრიქსაც ვეუბნები ხოლმე და ამართლებს. რო ესვრიან თუნდაც კალაჩი ინდივიდუალებზე რო ვარჯიშებ ხოლმე და უჭირს ბავშვს რო ჩააგდოს და მეუბნება რომ აი ვერ ვაგდებ რა გავაკეთო. სანამ გავუშვებ იქამდე წარმოიდგინე რომ ისუშება ბურთი. და ხშირ შემთხვევაში ამართლებს ხოლმე ეგრევე თუ არა მეორე ან მესამე სტაზე მაინც ამართლებს ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალიზაცია და ზოგადად სპორტული ფსიქოლოგი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეგიძლია რომ შენ თამაშს დაამატო, სპორტული ფსიქოლოგიას რო გაიცნოს მოთამაშე, იმიტომ რომ დღესდღეობით კალათბურთი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ რაღაც დამატებითი ხრიკები თუ არ გამოიყენე ძალიან რთულია. აუცილებლად. თელ სოფლიოში ეს ევროპა, სოფლიო და რა ვიცი, ჩვენც უნდა აუწყოთ ამას ფეხი რა. არ უნდა ჩამორჩით, როგორც გვინდა რომ ფიზიკურად მაგრები ვიყოთ, ტექნიკა კარგი გქონდეს, თავშიც ყველაფერი დაალაგებული უნდა გქონდეს შესაბამისად. მოთამაშისგან ყველაზე
კარგი თამაშის წინა რუტინა რა გინახავს? აი კიდევ ერთხელ რა ვიცი გამიმართლა მე რა შენი მართლა რომ გადმოსახედიდან ყველაზე კარგი რომელი გამიმართლა იყო? მე რომ მომიწია ჯერ თამაში და შემდეგ უმწვრთნელობა იმ ოქროს თაობის რომელიც საქართველოს ოქროს თაობაზე Mhm. ვიტყვი რა. ნუ სამაგალითო რა თქმა უნდა ზაზა ფაჩულია არის. Mhm. მე და ზაზა ბავშვობიდან მეგროვებთ, ერთად თამაშობდით იცი და ნუ შემდეგ უკვე ნაკრებში გავხდით. მე მწვრთნელის ასისტენტი ვიყავი, Mhm. ზაზა გუნდის კაპიტანი მოთამაშე. Mhm. და ეს უკვე ბოლო წლები იყო ზაზა კარიერის დასრულისკენ მიდიოდა და აი ყოველი თამაშის წინ იყო ეს ამხანაგური თუ Mhm. გუნდი საათნახევრით ადრე თუ მიდიოდა დარბაზში, ზაზა კიდევ უფრო ადრე უნდა წასულიყო დარბაზში. და რა თქმა უნდა მთხოვა და რა ასისულელე პირიქით მეც ძალიან გამიხარდა და მაინტერესებდა რა რომ ესეც ჩემი საწყისი წლები იყო როგორც ხო. მწვრთნელის და გამოცდილება იყო და მივდიოდით მე და ზაზა ადრე დარბაზში და ასრულებდა თავის წინა სათამაშო რუტინას. ეს როგორც დაწყებული როლერზე გორაობით დაწყებული Mhm. გაწელდებით ჯგუტებთან მუშაობით რაღაცა უშუალოდ აი ბევრი მოთამაშე მინახავს რომ ვარჯიში რომ მოდის და მოედანს რომ შემოდგოს პირველი რასაც აკეთებს აიღებს ბურს და ან ცენტრიდან ესვრის ან სამიანზე დადგება და სამიანიდან დაუჭახუნებს და ზაზას მაგალითს მოყვები ხა ხო რომ რაღაც სადისიდან მოტანილი რომ ესე არ ჩათვალო რა აი სამწამიანიდან კი არა ფარქვეშიდან Mhm. რო დაყვებოდა ესე გარშემო და ყველა იმ სროლას შეასრულებდა რა სროლას შეიძლებოდა მოწეოდა თამაშის დროს ნები აი ყველა რაც კი ქონია გამოცდილება რომ Mhm. მოუწია თამაშზე რა რომ მაღალი კაცის ზემოდან სიტრაფი დასრულება აი ყველაფერს და ნელ-ნელა რა თქმა უნდა გარეთ გავდიოდით იმიტომ რომ არაერთხელ ზაზას შორიდან სროლაც მოწევია ხო და უწევდა ამის გაკეთება იგი ბლოკიდან გასვლა და აი აბსოლუტურად ამას ყველაფერს შეასრულებდა და მერე მიდიოდა დასასვენებლად გასახდელში მერე მიდიოდა ტეიპის გასაკეთებლად უკვე სხვა რაღაცა იმის გასაკეთებლად მერე ჩვეულებრივად უკვე გუნდთან ერთად გამოდიოდა და გუნდთან ერთად ყურდებოდა რა Mhm. და ესეთი ბევრი მოთამაშე მინახავს აი ეს ამერიკელები რომელებიც ვისაუბრეთ NBA-ის მოთამაშეები ყველას ეს ძალიან ინდივიდუალურია შენ უნდა იცოდეს შენს ორგანიზმს რა უხდება Mhm. ეხლა იცი რა არის ბევრი აუ მას მეს კარგად მაგ დაცდილი იცი რა კარგად დაცდილი რომ თამაში გაყურებავდე 5 წუთი ადრე უნდა ამოვიდე რა ვიცი ხა სიზარმაცე თუ კარგად დაცდილი კი ბატონო შენი არჩევანი ხა მე მაგას ვერაფერს ვერ ვზავ რა მაგრამ იცი რა არის ხა შენ თუ კარგად ერთი თამაში ითამაშე და 10 ვერ ითამაშე რაღაცა არ გავს ეს ყველაფერი რომ კარგად გაგდაცდილი რა კი ბატონო. ხო და ამიტომ არ უნდა მოგირიდოს აი ხა ზაზა ბაჩულია ბევრჯერ მახსოვს რომ აი გასული თამაშებზე ხო გავსულვართ ახლა მაგალითად უცხო ქვეყანაში მივდივართ და ადრე მივდივართ დარბაზში შევდივართ ხალხი შეკრებილა აი ზაზა ფაჩული ხელის მოწერაზე და ზაზა ბოდიში ერთი წუთი მე ჩემი საქმე გასაკეთებელი უნდა გავაკეთო და უკვირდათ რა რომ ეს მოთამაშე რატო არ გადა სამიანებზე რატო არ ვარჯიშობს რატო ვარჯიშობს ფარქვეშიდან ეს ხუთი ჩაგდება რა აში ჭირდება რა ფარქვეშიდან ჩაგდება უჭირს ან ეგრე არ არის რა ხო რა თქმა უნდა უნდა გაახურო შენი სხეული და შენი გონებაც რომ მოამზადო ამ ყველაფრის, ჩაგდების კი. შესრულება შეგიძლია რა თქმა დიახ. უნდა. ამ ჩვენ რეალობაში რა რეალობაშიც ვართ თამაშამდე ბევრად ადრე ვერ შედიხარ მოედანზე, როდესაც პატარა მოთამაშე ხარ. რა შეიძლება რომ გქონდეთ შენ რას ფიქრობ, ანუ შენ რას ურჩევდი მოთამაშეებს რომ რა რუტინა იქნებოდა ყველაზე კარგი მათთვის რომ თამაშამდე მოემზადონ? ამ ყველაფრის გამოყენება, ანუ ყველაფრის გამოყენება შეიძლება ამისთვის რა, როგორც გასახდელიდან დაწყებული, Mhm. სახლით დაწყებული თუ გინდათ. Mhm. სანამ სახლიდან გამოხვალ, ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება. Mhm. მიუხედავად იმისა, რომ მე ერთ საათს სასოფში უნდა იდგეთ, თუნდაც რაღაცა საქმის წინ წაგდება შეიძლება რა. კვებაზე არა მაქვს ხამს. რა თქმა უნდა, რომ თამაშამდე რო სწორად უნდა იკვებოდა, აუ მას რაღაცა მუცელმა დამიტრიალა შუა თამაშზე. შაურმა მაქვს არ უნდა მოწამი და თქვა, ხო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა რასისულელია, მემყოლია მოთამაშე მაგალითად, შემწუხებია ვარჯიშზე, იცი რატო რომ კოტე ბოდიშიო რა დღეს პურის გარდა არაფერი მიჭამია. ესეთი შემთხვევაც ქონია და მესმის ესეც. არ ქონია ეს. ხო ხვდები ელემენტარ საშუალება არა აქვს რა. მაგას არ ვიძახი კაცო. რასისულელია. მაგაზე უარეს პერიოდში ვარ გაზრდილები მე პირადად ხო. უარეს პერიოდში გვაქვს. მაგრამ რისი შესაძლებლობაც გაქვს, იქაც კი შეიძლება მაქსიმალურად კარგი ვარიანტის გამოყვანა, ხო ესეა რა. კი რა თქმა უნდა. ძალიან ადვილია რომ მე არ მაგდა რატო
აუ აი რასაც ამბობ მე ნახევარი საათით ადრე შევდივარ დარბაზში და ხა თუ არ მომცემთ საშუალებას რომ გავხურდე არ გავხურდები მაგრამ მაგისთვის აქ გასახდელი ძმაო იქ კორიდორი გაქვს სადაც ელემენტარული გაწელვის გაკეთება შეგიძლია და უკვე ის ნახევარი საათი მოედანზე რო შეხოთ სხვა რამისთვის გამოიყენა კი ბატონო. მე მგონი რომ რა ვიცი ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. ამის ისევ მივდივართ იმ აგერ აი გიორგი ოჩხიკიძის მაგალითს მოვიყვან რა ახალგაზრდა ბიჭია 20 წლამდელებში მყავდა შარშან ჩვენი ნაკრების მოთამაშეა ჩვენი მომავალი ადამიანი რომელსაც აქვს თავისი რუტინა წინა სავარჯიშო წინა სამატჩო არ ვიცი მოусმენს იმედია გიოს და ეს არ არის ბიჭი რომ თავში აუვარდეს და რაღაცა პირადადად მithქვამს სამაგალითო პროფესიონალია რომლისგანაც აგერ აიღონ ბავშვებმა ახალგაზრდა თაობამ მაგალითი რომ თავისი შრომით ბიჭმა იშრომა რა გააკეთა გიორგი ოჩხიკიძემ გააკეთა ის რასაც აკეთებდა ხო მუშაობდა შრომობდა ვარჯიშობდა და დაანახა ყველას რომ პროფესიონალია და მონდომებულია და შეუმჩნეველი არ დარჩა მიეცა შანსი და გამოიყენა ეს შანსი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველას აბსოლუტურად ეძლევა შანსი მაგრამ განსხვავება იმაშია თუ რამდენად არიან მზად ამ შანსის გამოყენებისთვის არ მინახავს მოთამაშე რომელიც თქვათ ყოფილა ძალიან ცუდ სიტუაციაში კარიერულად მაგრამ რაღაც მომენტში არ მისცემია შანსი რომ გამოიყენოს ეს შანსი და ამ დროს უნდა იყო ყველაზე კარგ ფორმაში რომ გამოიყენო ეს შანსი ამიტომ ყოველთვის უნდა იყო ფორმაში და კიდევ მივდივართ იმ სიტყვებთან რასაც შემოსწავლებს ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემპიონები ეძებენ ხერხებს და არა მიზეზებს ხერხებს როგორ მოახერხონ რაღაც რო გააკეთონ და არა მიზეზებს რატო ვერ უნდა გააკეთონ მიზეზები ყოველთვის შემოიძებნება და ყოველთვის შეიძლება რაღაცაზე და ვიღაცას გადაბრალება რაღაცას მაგრამ კი ბატონო რა მაინტერესებს როდესაც შენ დაიწყე სამწვრთნელო კარიერა მე როდესაც გახდი პირველად ჩემპიონი ამან რა შეცვალა შენში და ეხლა დღესდღეობით გაქვს თუ არა იგივე შეგრძნება, როდესაც ჩემპიონი ხდები, უკვე მეორედ გახდი ზედიზედ ბოლო 2 წლის განმავლობაში, თუ გაქვს იგივე ემოციები, ან პირველად რო გახდი ჩემპიონი, მაგ დროს რა შეიცვალა შენში, ანუ უფრო მეტად დაიჯერე, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია თუ როგორი სიტუაცია ქონდა აზრებში და ემოციურ დონეზე. ამ შემთხვევაში იცი რა არის ჩემპიონობას მე უყურებ როგორც შედეგს იმ გაწეული შრომისა, რაც გავაკეთე რა. რო აი მაგალითად ჩემპიონი გავხდი წელს სიტყვაზე ვიძახი და იცი რა ის რთული პერიოდი რაც ქონდა სეზონის განმავლობაში არაერთი თამაში წავაგეთ, ტურნირიც წავაგეთ, ფინალიც წავაგეთ, მაგრამ ამას მოვაყოლეთ რაღაცა ცვლილებები, შრომა და აი ამის ანალიზი და ამ რაღაცა სწორმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა, ახლა თუნდაც აგერ წელს მართლა ალბათ ყველაზე საინტერესო სუპერფინალი იყო 2-0-ს ვაგებდით, ძალიან ბევრი მიზეზი ნახევარ ფინალიც არანაკლებ დაძაბული ქონდა, მეოთხედ გრძელი გზა გავიარეთ, საინტერესო გზა გავიარეთ. მაგრამ გავხდი თუ არა ჩემპიონით, მეორე დილით გავიღვიძე რომ კიდე ჩემპიონობა მინდოდა და კიდე თავიდან მინდოდა. ძალიან მიყვარს მე როგორც მწვრთნელს გამოწვევები რა. ეს გამოწვევები ვფიქრობ მაძლიერებს და მაძლევს აი ამ ინტერესს თუ ინტრიგას იმისას რომ უკეთესი ვიყო. აუცილებლად მინდა ვთქვა აი მე რომ მწვრთნელობა დავიწყე, ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ვიყავი სუპერლიგაში, ანუ ეხა ერთ-ერთი ძველგაზრდა ვარ ასე ვთქვათ. ანუ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა მწვრთნელები არიან და მათაც დიდი მადლობა მინდა უთხრა, რომ აი ესე დაუღალავად შრომობენ, სუცდილობენ რომ რაღაცა სიახლით რაღაცით გამაკვირვონ ეხა ჩემს კი არ არის, მაგრამ ნუ შესაბამისად მიმდინარეობიდან გამომდინარე. მე მეტოქე ვარ და მაიძულებენ რომ მე ჩემ თავზე კიდევ უფრო მეტი ვიმუშაო რა. და ეს გამოწვევები საჭიროა. როგორც მოთამაშისთვის, ისე მწვრთნელისთვის, სხვა ეს ყოველ დღიური თუ არა, ან რაღაცა გამოწვევების მიღება გვიწევს, რომელსაც უნდა შევეჭიდოთ და შესაბამისად მოვერიოთ, ამისგან მივიღოთ სიამოვნება და შესაბამისად მე უკვე ცოტა სხვაგან გავიწიოთ. აი ხა ჩვენ წელს როგორც ჩარშან ერთ-ერთი მთავარი мотивация ჩვენთვის თვითონ ჩვენთაგანისთვის ამას ვაღიარებთ და გვისაუბრია რომ ჩემპიონობა გვინდა იმისთვის რომ მომავალ წელს ევროტურნირი ვითამაშოთ. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევა კიდევ ერთხელ ჩვენთვის. როგორც ძალიან დიდი გაკვეთილია, ძალიან დიდი გამოცდილების მიღება, მაგრამ გამოწვევა რატომაც არა, აი წელს ვეჭიდავეთ, ბულგარეთს მოვუგეთ ორი თამაში, სლოვაკეთთან ძალიან საინტერესო იყო, ბილბაოს ვეთამაშეთ, ესპანეთის გუნდს ვეთამაშეთ. გამხელა რაღაცა იყო, იცი რომ ბილბაო რო საქართველოში მოდიოდა, მადრიდის რეალი დაამარცხა და ისე ჩამოვიდა ჩვენთან. მადრიდის რეალი, რომელიც თამაშსაც ზივართ და ტყებები და უყურებთ ევროლიგა იქნება ეს რაღაც და აი რა ვარია, ხა მადრიდის რეალს მოუგო გუნდი, მოდის ჩვენთან სათამაშოდ.
მაგრამ ხელა სტიმული და იმათთვისაც კი ძალიან დიდი გამოცდილებაა, რომლებიც ნაკრებში არ არიან დღესდღეობით. კი, იმ მოთამაშეებისთვისაც ძალიან დიდი გამოცდილებაა და მათ ასე ვთქვათ თავდაჯერებულობასაც წევს, რომ ევროპული გამოცდილება ძალიან გვაკლდა ჩვენ კი, რა და მწვრთნელებს, მოთამაშეებს, გულშემატკივარს აჰა, ყველას გვაკლია ეს და ეს საჭიროა რა. ამიტომ ესეთი პატარ-პატარა გამოწვევებიც კი ძალიან გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს იმის რომ უკეთესები ვიყოთ ჩვენ საქმეში და უკეთეს ვთვალოთ და მეც ვცდილობ ხოლმე რომ მიუხედავად იმისა რომ აი ხა მე 6-ად მოვიგე საქართველოს აჰა, ჩემპიონატი და სიტყვაზე ვიძახე პირველად გავხდი ჩემპიონი და იცი რა ახლა მე არაფერს არ შევცვლი ამ აჰა, ტაქტიკა იქნება თუ რა, კომბინაცია იქნება თუ დაცვა ამან გაამართლა და არა აჰა, აი მე-10 წელია ქუთაისის მწვრთნელი ვარ და ჩემი მოთამაშეები ახლა ტყუილის საშუალებას თქმის საშუალებას არ მომცემენ ასისტენტებზე უკვე ზედმე მაქვს საუბარი არ მახსენდება რომ რაღაცა 2 წელი ზედზედ ერთ იგივე დაცვა გვეთამაშეს ჰმ, ნუ ყოველ შემთხვევაში კი რაღაცები დაგვიტოვებია მაგრამ აჰა, სიახლეც შემოგვიტანია აჰა, რომ რაღაცა ახლებურად გავაკეთოთ, რაღაცა სხვანაირად გავაკეთოთ. თუნდაც იმიტომ, რომ ელემენტარულად მიეჩვენ, ახლა ჩემი ერთ დაცვა მოწინააღმდეგეები. მოწინააღმდეგეებაც ხო, ადაპტირება მოახდინა და მეც იძულებული რაღაცა შევცვალა. აჰა, ესეც ერთგვარი გამოწვევაა. ბევრჯერ ოდესაც ცხვირის მოგვიტეხია, რომ არ გაუმართლები ამას ყველაფერს და ხო, რაღაცა უკუ შედეგი მიგვიღია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოცდილებაა და ვფიქრობ, რომ კარგია როგორც მწვრთნელისთვის, ისე მოთამაშეისთვის, აჰა, რომ რაღაც სიახლეები ყოველთვის საჭიროა და უნდა განვითარდეთ ყველანი ერთად. კი ბატონო. ერთი ბოლო კითხვა მაინტერესებს, როდესაც აგებთ 2-0-ს, არ არსებობს გუნდი, რომელშიც ალბათ ერთი მოთამაშე მაინც არ გამოჩნდებოდა, რომელიც ყურებს ჩამოყრიდა. კი, რო შენ როდესაც ხარ მწვრთნელი, მაგ დროს არის ჩვენი აა ვალდებულება, ასე ვთქვათ, რომ მოთამაშეებს გავუწიოთ მენეჯმენტი, რომ ემოციურად და ფიზიკურად მაქსიმალურად კარგ ფორმაში იყვნენ, რომ თუნდაც შეუძლებელი შეძლონ. როგორ მოახერხეთ ეს, როგორც მწვრთნელის გადმოსახედიდან, რა ნაბიჯები გადადგე იმისათვის, რომ ეს სერია 2-0 მოგებრუნებინათ და მოგეკოთ? კი ბატონო, ეხლა მე რა თქმა უნდა ამაზე ვისაუბრებ, მაგრამ ამას მე მარტო ვერანაირად ვერ შევძლებდი, ეს არის გამორიცხული. რაც არ რა უნდა თქმა მაგარი უნდა, მწვრთნელი იყო, ბიჭების მონდომენტო. ფაქტორი უმნიშვნელოვანესია, დაწყებული გუნდის კაპიტანით დამთავრებული რომ ძალიან გამოცდილი მოთამაშეებიც ყავდა და ძალიან ბევრი ახალგაზრდაც ყავდა აჰა, ქუთაისში წელს. ასე რომ ბიჭების როლი ამ ყველაფერში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ჩვენ მე ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები სეზონის დასაწყისში, ყოველ ვარჯიშზე, რომ აი როგორც თქვენ გჭირდებათ მოტივაცია, როგორც თქვენ გჭირდება გვერდში დგომა, ისე ანალოგიურად მჭირდება მე. აჰა, ანალოგიურად მჭირდება მე და ვიცი რა, თუ რაღაცას არასწორად გავაკეთებ, თქვენ კრიტიკას მე მოვისმენ და მივიღებ. რაზეა საუბარი და მიმიღია. მიუთითებიათ ბიჭებს, რომ აი კოუჩი, იცი რა, ესე მოდი ესე გავაკეთოთ რა, ესე ჯობია. მომისმენია თუ რაღაცა აზრიანი უთქვათ, რაზეა საუბარი პირიქით. ეხლა რაც შეეხება ამას, ყველაზე მთავარი ალბათ რთულ სირთულის როდესაც გუნდი ეჯახება რაღაც სირთულეს, ყველაზე მნიშვნელოვანია და აი სწორედ მან ვლინდება გუნდის გუნდურობა, ასე ვთქვათ აჰა, რა. სიტუაცია, სადაც თუნდაც ერთი მოთამაშე, როგორც თქვი, დაიწყებს თითის გაშვერას აჰა, და ეს იცი რა არის? ადამიანური სისუსტეა, როგორც თქვით მანამდე რაც ვისაუბრეთ, რომ ხო, მიზეზების ზევნას როცა აჰა, იწყებ რა და არა ხერხების რომ აჰა, მოაგვარო რაღაც ეს საქმე. როცა იწყებ თითების გაშვერას და მით უმეტეს ჩემთვის უქმნელისთვის არის ტრაგიკული, როდესაც ვხედავ, რომ ერთი მოთამაშე მეორეს მიმართ რაღაცა ხვდები აბრალებს მას. აჰა, მე მირჩევნია, გულწრფელად ვიძახი ამას, მე მირჩევნია, რომ ჩემსკენ გამოიშვირონ, ჩემი ბრალეულობა და მე ვაღიარო და თქვა, რომ სიტყვაზე იცით რა ბიჭო, მე დღეს მე ვიყავი დამნაშავე, მე შევწდი, მე მივიღე არასწორი გადაწყვეტილება და არავითარ შემთხვევაში მით უმეტეს, როდესაც ესეთ რთულ სიტუაციაში ხარ, რომ მოთამაშე პირიქით, გუნდი უნდა დარჩეს ერთიანი, მოთამაშე უნდა დაერჩეს ერთიანი და მათ რაც მთავარია ერთმანეთის რწმენა უნდა გქონდეთ. აჰა, რომ ხვალ იცი რა მიუხედავად ამ სირთულესა ჩვენ ხვალ გამოვალთ ჩვენი ამაზე მეტად ვივიომებთ ვიბრძოლებთ კიდევ უფრო მაგრად დაუდგებით ერთმანეთ გვერდში და ამ სიტუაციას გამოვასწორებთ კიდევ ერთხელ ვიძახი ხა მე არ ვიძახი რომ რაღაცა ფრთიანი ანგელოზი ვარ და ხელს ავწევ და არა უბრალოდ ვაღიარებ ჩემს შეცდომებს და ხა უშობ შეცდომებს როგორც ყველა დანარჩენი ხო როგორც ყველა მაგრამ ადამიანი. კატეგორიულად მოვითხოვ ბიჭებისგან რომ არავითარ შემთხვევაში არავისკენ თითის გაშვერა არ იყოს ჩვენ ვიგებთ ყველანი ერთად ვაგებთ ყველანი ერთად აჰა, და მეტის აგებს მწვრთნელი იგებს მოთამაშე ეს აჰა, დაუწერელი კანონი და ეს ესეა. ამას შეგუებულია ყველა მწვრთნელი და ამის წინააღმდეგი არავინ არ არის და ამიტომ აი ეს ჩემი ბიჭების სასახელოდ მინდა ვთქვა რა ჩემი მოთამაშეების
რომლებიც არ ვიცი, ვიღაცა დარჩება ჩემთან კლუბში, ვიღაცა სხვა გუნდში წავა, სხვა მოთამაშეებთან ექნება ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ ამას ბევრს გადადებენ, რომ ესეთი განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თამაში წავაგეთ, ურთულეს თამაში წავაგეთ განსაკუთრებულად მეორე საკუთარ კედლებში, აჰა. რომ ვაგებდით, დაუბრუნდით, 20 ქულიანი დანაკლისს ამოვიღეთ, წინაც გავედით და საბოლოო ჯამში ბოლო წამებზე დავდად. და მეორე დღეს ვარჯიშზე რომ მივედი და გუნდი რომ მოვიდა, მე იქ მივხვდი უკვე, რომ ეს ბიჭები მოვიდნენ იქ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოესწორებინათ. აჰა. რომ მათ იცოდნენ, რომ იცი რა, შეცდომები დაუშვით, მაგრამ იგივე შეცდომების გამოსწორებით ჩვენ ამ ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია და ესე მოხდა კიდევაც რა. ეგ ალბათ არის გარემოზე დამოკიდებული, რომელსაც მოთამაშეები და მწვრთნელი ქმნის ყველანი ერთად გარშემო აი ჩვენს მთლიანი პროცესის ძალიან ბევრი განმავლობაში. ადამიანია, რომელიც არ ჩანს. მმ. აი ხა მე რომ მოთამაშე ვიყავი ზუსტად მახსოვს და მე მწვრთნელი რო გავხდი ზუსტად ვიცი, გასახდელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, აჰა. მაგრამ არ ვიცი რამდენად გულშემატკივარ მაინც გულშემატკივრისთვის ვიძახი ამას, თორემ მოთამაშე მეციან, ექიმის ოთახი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. იქ ხდება ყველა მტკივნეული თემის განხილვა. უშუალოდ და პირდაპირ გაგებით აი რომელი კუნთია დაჭიმული და რა ტრავმა აწუხებს. იქ ხდება აი როდესაც ფიზიოთერაპიას იკეთებ, რომ აუ ეხა რაღაცა და საკალათბურთო თემებზე ლაპარაკი მიდის, ხო ხდები, რაც უმნიშვნელოვანესია რა. ძალიან მნიშვნელოვანი. და ბევრი ადამიანია. ყველა წარმატებული გუნდის, ყველა წარმატებული ნაკრების უკან დგას აი ეს სამედიცინო სტაფი, რომელიც არ ჩანს, არ ვიძახე ხა რაღაც მაინც პრეზიდენტი, დირექტორი და მენეჯერი უბრალოდ რომელიც ყოველდღიურად რაღაცას ცდილობს, ახალგაზრდა მოთამაშეები თუნდაც, რომელიც ცდილობს რაღაც კომფორტის შეუქმნას, რაღაცნაირად დაეხმაროს მათ და ეს ამ ხალხზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული რა და აი ამ ერთიანობაში მე გამიმართლა რომ ეს ქუთაისის გუნდის წევრი ვარ, ქუთაისის გუნდის მწვრთნელი ვარ და აი ამ დიდი ოჯახის პირდაპირ გაგებით ერთ-ერთი მონაწილე ვარ, ძალიან გამიმართლა. ძალიან დიდი მადლობა კოტე. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. გისურვებ რომ შემდეგი სეზონიც მოგეკოთ და ისევ გასულიყავით ევროპის ჩემპიონატზე, რომ კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შეიძინოთ. იმიტომ რომ ეს ქართული კალათბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და წლების მერე ძალიან მაგრად იმოქმედებს ეს ქართულ ახალგაზრდობაზე. წარმატებებს გისურვებ და მადლობა რომ გასწრებთ. მადლობა და მეც მომეც საშუალება ორი სიტყვა გითხრა ბაჭო. დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის, რომ მომიყვანე და კალათბურთზე ვისაუბრე, გამახსენე რაღაცები, ახლა მაგალითად ჩემი ბავშვობის მწვრთნელი გამახსენე, რომელმაც წიგნის საკითხვა დამაძალა, ესეც ცოტა გადავიწყებული ხო და მაგრამ სასიამოვნო მემორია ამოვიდა ბევრი და მადლობა ამისთვის და მადლობა მინდა შენს გითხრა რომ აკეთებ იმას რასაც აკეთებ და რაც მთავარი აკეთებ ამას სიხარულით გულით აკეთებ და ცდილობ რომ სწორი საქმე გააკეთო TikTok-ზე იქნება თუ სხვაგან მივარდება შენი ვიდეოები უყურებ ხოლმე და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაზეც ვისაუბრეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის რომ დეტალებს ვაქცევთ ყურადღება და აი ამ დეტალებზე გაქვს ძალიან ბევრად ყურადღება გამახვილებული და მე ვარ პროფესიონალური გუნდის მწვრთნელი. და მე ვიგებ საქართველოს ჩემპიონატს. წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი და აუ კოტე ტუღუში რა მაგარია მე 6-ზე გახდა საქართველოს ჩემპიონი. ჩემს უკან დგანან შენაერი მწვრთნელები. რომლებმაც ეს მოთამაშეები, რომლებიც მე დღეს მყავს და რომლებიც ბევრი ვისაუბრე და კიდევ უფრო მეტი საუბარი შემიძლია, გამოვლინდა ძალიან დიდი გზა თავის ბავშვთა ასაკიდან მწვრთნელებთან, რომლებმაც მარცვალ ჩადეს ის და მოვიდნენ ჩემთან. და მაძლევენ იმას, რასაც მაძლევენ. ასე რომ მადლობა შენ ამისთვის, გისურვებ რომ ბევრი შენი მოთამაშე მოხდრილი იყოს წარმატებულ გუნდში, საქართველოს ნაკრებში და ჩვენ ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს, რასაც ქართული კალათბურთი ქვია და ამაში მინდა რომ წარმატება გისურვო. მადლობა ძალიან. მადლობა.